გამარჯობა ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა მოგზაურობისათვის. დღეს 4 შაბათია, 4 შაბათს 21 საათზე ჩვენ გვაქვს ხოლმე შეხვედრა უშუალო დემოკრატიული მოძრაობის მონაწილეებს და იმ ადამიანებს, ვინც დაინტერესებულია ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ბედით, ვისაც გვაქვს რაღაც მონახაზი, ვისაც გვაქვს რაღაც შეხედულება, ვისაც გვინდა ერთმანეთს გავესაუბროთ და გაუზიაროთ ჩვენი შეხედულებები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელსაც ერთადერთ დამნაშავედ ჩვენს ყოფაში მიაჩნია მთავრობა, რომელიც სხვას აბრალებს ჩვენს მდგომარეობას და რომელიც სხვისგან მოითხოვს რაღაცის გაკეთებას. ამიტომაც ჩვენ ვართ ჩვეულებრივი საზოგადოება, ვისაც პასუხისმგებლობის განცდა გვაჩნია და ამიტომაც მზად ვართ ერთმანეთს ქართულად დარბაისურად და ჭკვიანურად გაუზიაროთ ჩვენი შეხედულებები. ჩვენი მიზანია, ამ შეხვედრების მიზანია, რომ ნელა-ნელა გავზარდოთ ჩვენი აუდიტორია, დაინტერესებული ადამიანები მოვიზიდოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც არ გვაქვს, ესე იგი, ისეთი სტილი მუშაობისა, როგორითაც დღემდე მოდიოდა საქართველოს მხედველობაში მაქვს ემოციური და ატვირთული, რა ვიცი, ლანძღვაგინება, პატრიოტიზმი თომაწყობილი, სინამდვილეში ფაქტობრივად გაუაზრებელი ქმედებები და ჩვენ გვაქვს სხვა სტილი, როგორ მივეხმაროთ საკუთარ თავს, მივეხმაროთ ერთმანეთს და გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. რა გვაქვს გასაკეთებელი? მასშტაბებით თარგი თუ რა ჭრილში უნდა ვისაუბროთ, ასეთია. პირველი, მე ვარ ესა და ეს, ვეცნობით ერთმანეთს. მეორე, ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მდგომარეობის მთავარი მიზეზი არის ეს. რაღაც ასწავლი არ გვინდა, რასაც ვხედავთ კონკრეტულად იმაზე ვილაპარაკოთ. მესამე, ესე იგი, ჩემი აზრით გასაკეთებელი არის აი ეს. და მეოთხე და ყველაზე მთავარი, მე აი ამ ჭრილში შემიძლია აი ამის გაკეთება. ესე იგი, თუ თქვენ იტყვით რაიმე ღონისძიებას, სადაც თქვენ ვერ იპოვით თქვენ ადგილს, ჩათვალეთ, რომ ის ღონისძიება შესრულებადი არ იქნება. იმიტომ რომ თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს არის გასაკეთებელი, მაგრამ თქვენ ადგილს ვერ პოულობთ, სხვა ამ გასაკეთებელს არ გააკეთებს. მოდი მაშინ ასე დავიწყოთ. მე ეხლა ჩემს მიკროფონს გამოვთავ, ყველამ გამოვთოთ ჩვენი მიკროფონები და იმისი გათვალისწინებით, რომ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს, შეგვიძლია გავიმეოროთ თუ რაც ვილაპარაკეთ ადრე, შეგვიძლია დავამატოთ თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, აი იმის გათვალისწინებით შევუდგეთ საუბარს. ყველამ გამოვთოთ მიკროფონები, ერთი ვინც ისაუბრებს ჩავთოთ და მე მივყვები ქვემოდან. ქალბატონი ანა იქნება პირველი, მერე იქნება ბატონი გიორგი, მერე იქნება ნათია, მერე იქნება თინათინი, მერე იქნება ზურაბი, მერე იქნება მამუკა, ბოლოს შეგვჭება ბატონი მიშა. ესეა დალაგებული ჩემთან ეკრანზე და ამიტომაც მეც ესე გავყევი, ხო? ეს არის ისა, რა ქვია, როგორ იძახი ხოლმე მე და ჩემი მამო. გამარჯობა პატარა. კეთილი. ქალბატონო ანა, სიტყვა თქვენ, მე გავთიშე მიკროფონი. ყველამ გავთიშოთ მიკროფონები, რომ ფონი არ შეიქმნას. დავთარ იმითი შემოგვიყვება. იცით რა, მე ახლა ექსპრომტაზე რაღაც ლექსი, რომელსაც წაგიკითხავთ, რა ვფიქრობ და როგორ ვფიქრობ. სწავლა განათლების საქმე, დონე, სრულიად ჩამოშალეს. ხელოვნება სპორტს მიაბეს, ისიც გააფარჩაკეს უკაცრავად. სოფლის მეურნეობა არც არავის ადარდებს, რაც იყო გაანადგურეს. კაცი პასუხს არ აგებს. ოლიგარქი განსასავში ოქროს ზოდებს ალაგებს. მილიარდელი პარლამენტი გაავსეს. ქრონიკული ოპოზიცია ქუჩაში დაბანდალებს. უპატრონოდ დარჩენილ ხალხს შეშფოთება ასწავლეს. ახლა სუნთქვა შეუზღუდეს, პირს პირბადე ააკრეს, ამით ჯარიმა აგემეს, მორჩილება ასწავლეს. ახლა ვაქცინა შემოვა. თქვენ ცოტა დააცალეთ. ვაქცინის დანიშნულება ხალხი რომ არ გამრავლდეს. პროტესტის გზნობა ჩაუკლეს. ხალხს მეობა წაართვეს. ძალაუფლება ქართველ ხალხს კოდექსიდან წაშალეს. ამ კანონის წამრთმევი შვილი ხალხებს. კორონა ცოდვათ ეწია შევარდნაძის ბახალებს. აი მისი შვილი ცუდად იყო ამის გამო. შეცდომებზე თქვენც ისწავლეთ, ჩვენს პარლამენტს ვაფრთხილებ. სიმართლეს როცა უარყოფ, შავი ჭირით თქვენს გაგწყვეტ. საქართველოს უერთგულეთ, ღმერთი დროზე იწამეთ.
ეს არის გაუსალაშინებელი რაღაცა 5 წუთიანი ჩანაწერი ჩემი და რა ვიცი მაწუხებს მე ჩემი სამშობლოს ბედი მაწუხებს ამდენი მილიარდელი ყავს და არც ერთი რომ ჩვენს ქვეყანაზე და საქართველოზე რო არ ფიქრობს გაყიდეს მიწები დაურიგეს არაბს ჩინელს ყველას თურქებს და ჩვენ დავტოვეს ასეც არიელი და არც არა თავარია ფულით გაივსეს ჯიბეები და მოკლედ თუ არ შევა ეს კანონი რაც ჩვენ გვინდა და რაც აგერ ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანი ხალხი გვყავს რომლებმაც კოდექსებად და ყველაფერად ჩამოაყალიბეს რასაც მოვითხოვთ ეს მოხდა მაშინ როცა მე მუშაობდი პარლამენტში მხატვარ დეკორატორად და მაშინ ედუარდ შევარდნაძემ ეს პუნქტი 52 პუნქტი ამოიღო წესდებიდან ამოიღო ძალაუფლება ქართველ ხალხს კანონის მიღების და გაუქმების უფლება ლეგიტიმური გზით ასეთი რაღაცა და აი ამისთვის ვიბრძვით სულ ყველა რომ ხალხს კონდეს უფლება და ცოტა უკეთესი გავხადოთ სულ ასე დამონებული რომაა ხალხი და საზღვარგარეთი გვმართავს როგორც გაუხარდება ისე და იმის გარეშე ვერაფერს ვერ ვაკეთებთ და ქართველი ადამიანი წესიერი რამდენი ვაჟკაცი რამდენი კარგი ადამიანია რომ წესიერად რო ფიქრობს და რომ უყვარს მისი ქვეყანა და რა ვიცი ყველაფერი ეს საფიქრალია და ჩვენი გასაკეთებელია ჩვენ ახლა ამას გამზადებულს ლანგრით არავინ არ მოგვართმევს რომ ასე ბრძოლაა საჭირო ერთად დგომაა საჭირო და რა ვიცი ყველაფერი ჩვენ გვეხელწიფება და რაც ჩვენ შეგვიძლია ეს არის ჩემი სიტყვა კეთილი მოკლედ თქვენ წინა კვირას ერთი კარგი ფრაზა წარმოთქვით რომ თქვენ ყავთ ნაცნობი რომელიც პარლამენტში ბრძანდება ხომ არ დაკავშირები ხართ ზარი გაუშვი მაგრამ ვერ დაუკავშირდი ახლა თბილისში ვაპირებ ჩამოსვლას მაგ და ნახოთ აბა თუ შევხვდები და თუ რაღაცას ნახოთ შევეცდები რომ მაშინ დამპირდა რაღაცეები მაგრამ აი ნახოთ ახლა რა სიზამს სინამდვილეში დაპირებები კი იციან და შესრულება ხო ესე იგი მოდი ესე შევთანხმდეთ ისინი რომ არაფერს არ აკეთებენ ვიცით მათ რო ჩვენ შარვალი გავხადეს წავიდნენ და გაყიდეს ვიცით მათ რო ჩვენ სახლი წაგვართვეს ვიცით მარტო ჩვენ გავყარეს ჩვენი ქვეყნიდან და ზოგი ახლა მოსკოვიდან არის ჩართული ზოგი საფრანგეთიდან არის ჩართული აგერ არის ფაქტია ხო ის რომ ჩვენ ეს მდგომარეობა არ მოგწონს და შეცვლას ვაპირებთ ამაზეც შეთანხმებულები ვართ ოღონდ აი რის შეცვლას ვაპირებთ როგორ შეცვლას ვაპირებთ ამას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება აი ახლა მოცემულ მომენტში ქალბატონი ანას საუბარში ძალიან კონკრეტული და ძალიან მარტივი არის აი ეს მომენტი მეტი არა ძალიან კონკრეტული და მარტივი არის ეს მომენტი მე როგორც საქართველოს მოქალაქე როგორც ანა ნიკოლაიშვილი ერთი ადამიანი ვარ თქვენთან ერთად და მყავს ნაცნობი პარლამენტში რომელსაც დაუკავშირდები და ჩვენს მოთხოვნას გადავცემ ჩვენს ბრძანებას გადავცემ ეს არის ძალიან კარგი მომენტი ამასთან ერთად მე ანა ნიკოლაიშვილს შემიძლია და რა შემიძლია ნაცნობები მეგობრები ჩავაყენო საქმის კურსში ვუთხრა რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული გამარჯვებაზე მიზანზე ხალხი ის კი არა ზოგადად გამოვიდეთ ხო მაგრამ აი აქ რა პრობლემა გვაქვს ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი პრობლემა ავდგეთ დავსახოთ და ამ პრობლემის ირგვლივ ვისაუბროთ აი მაგალითად ისიც პრობლემაა რომ ჩვენ რაოდენობა აი აქ სამწუხაროდ მესამე თუ მეოთხე სხდომაა და ვერ გავზარდეთ ხო მაგრამ იცით რა მე უკაცრავად მე ელისაშვილსაც შევხვდი გურიაში იყო ოზურგეთში ჩამოსული ჩემი წიგნი ვაჩუქე კატალოგი და იქვე იყო საგამოფენო დარბაზი ჩემი სადაც მე გამოფენა მაქვს ჩემი ნახატების პერსონალური გამოფენა 50 წელთან დაკავშირებით და უთხარი რომ აი ნახეთ ჩემი გამოფენა და ათვალიერეთ ეს ჩემი წიგნია მეთქი ხო და გამოდიოდნენ იქ და ეს მოკლედ
თქვათ, იმით მიცნობს მაინც რომ ახლა კატალოგს თუ არ გადააგდებდა, გადაშლიდა და ნახავდა და თუ შევედიდა იმ პარლამენტში და რაღაცა მაგასაც ვნახავდა, ვეტყვი, მაგრამ ყველა უნდა ვნახოთ და სულ ყველა უნდა შევაწუხოთ, ვისაც ვიცნობთ, ვინც გვინახავს, ვინც რაღაცა რომ რა ვიცი, ვნახოთ, აბა რა გამოვა. ხო, დააკვირდით რისი თქმა მინდა. ელისაშვილი ჩვენ ნანახი ყავს. არაფერი არ გამოვა. ხო, არაფერი არ გამოვა ელისაშვილისგან. მიმიხვდით? ხო. მაგრამ ჩვენგან გამოვა რაღაც. როდესაც ჩვენ მივდივართ და ვიღაცებს ვნახულობთ. მოცემულ მომენტში თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა ელისაშვილის ნახვაც, არამედ თქვენი წარმომადგენლის ნახვაც. მიმიხვდით? რატო იცით? როდესაც თქვენ მიდიხართ თქვენს წარმომადგენელთან, თქვენ მიდიხართ თქვენს წარმომადგენელთან, როგორც ბატონი მასზე, ეს პოზიცია უნდა გაიეცოთ. კარგად. მიმიხვდით? თორე ელისაშვილი რა სხვა რაღაცებს დახვიდა, რაღაცებს აკე დაგიწყეთ უისწავლებას. ორი აზრი არ არის, რა გინდა ახლა? ხმა მომეცი. რა, ესენი საერთოში მაინც ყველა ერთმანეთს გავს. მაგრამ თქვენია. მიმიხვდით? თქვენია. თქვენ იმით ახორციელებთ ძალაუფლებას ჩვენთან, ელისაშვილი თუ არა. იმიტომ რომ ამ პარტიებს ყველას აქვს შესაძლებლობა ზოგადად თქვას. რა გინდა მე მემარჯვენე ცენტრისტი ვარ და ახლა თუ არ მოგწონდა ჩემი დამოკიდებულება, რას მირჩევდი? გამიგეთ? მაგრამ როდესაც მაჟორიტარი მიდის, ის მემარჯვენე ცენტრისტია, მემარცხენე ცენტრისტია, მემარჯვენე აცაბაცა, თუ მემარცხენე შენ დაუგარ თეთრი ჯიტი. მნიშვნელობა არა აქვს არანაირი, მიმიხვდით? ის არის თქვენი უშუალო ხელქვეითი. აი, როდესაც თქვენს უშუალო ხელქვეითთან მიდიხართ როგორც ბატონი, ეს არის თქვენთვის ყველაზე დამახასიათებელი. ნახეთ ეს რომ მოხდება, თქვენ თვითონ აი აქ ზუმში შემოხვალთ როგორც სულ სხვა პიროვნება, მე თქვენ გარანტიას გაძლევთ. მიმიხვდით რა შეასაქმე. ესე იგი, მე მაგალითად თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს დეპუტატთან მისული ვარ და მოთხოვნილი მაქვს არაერთხელ ის კაც მე მჭირდებოდა. მომიკვდა ხელში ეხლა და ნუ აღარ შევაწუხე ეს გოგო მარტო იმიტომ რომ ნუ ბალანსი იყო ახლა პრინციპში მე შემიძლია ვიარო ამ გოგოსთან ყოველ ჯერზე ნუ ახლა დღეს სხვა არის ხო დღეს სხვა არის იმასთან ალბათ წავა მე შემიძლია ბოლო შევიკლა ხელში და მეტყვის რომ კარგი რა გააჭირე საქმე ერთი შენახარ კაცო სხვას არავის აგა 67 კაცი ზის აკა მაჟორიტარი და კაცშვილი არავისთან არ მიდის და მე რა გინდა მაინც ინფარქტი გინდა დამართო მეტყვის და არ იქნება სწორი ეს იქნება ახირება და აკვიატება მიმიხვდით მაგრამ როდესაც მე ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ მივედი ჩემთან და უცბად რას ერთი კიდე ვიღაცა მივიდა თავისთან, რას მეორე კიდე მივიდა, მე თვითონ მივყვები, პრობლემა არ მაქვს. გამიგეთ? აი მე მეორე წრეზე, მესამე წრეზე, მეოთხე წრეზე წავალ იმათთან ერთად და ან იმათ გარეშე და მიმიხვდით ხო რა შეასაქმე? ჩვენ იმათი გარდაქმნა კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ჩვენი შექმნა, მომთხოვნის შექმნა. გაგებული ვარ ხო? ამიტომაც ეს უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. კეთილი ქალბატონოანა, უღრმესი მადლობა. მე მგონი რაღაცა კონსტრუქციული ჩვენ საუბარში იყო, საით შეგვიძლია ვიაროთ. ლექსები წერეთ მეთქი, მე არ გეტყვით, იმიტომ რომ ამას უჩემოთად ჩვენ ვატაკეთებთ, ხო და მე გეტყვით იმას, რომ საკუთარი თავი ძალაუფლების მომთხოვნად უნდა ჩამოვაყალიბოთ. ძალაუფლების განცდელად ლექსი არ ქვია, ეს არის ტყულა თავის მოტყუება, რაღაცა ლექსის სახით უფრო ვალაგებ რა მინდა ვთქვა და უფრო მოკლე იმას ვიჭერ. ხო, მესმის, მე პოლიტიკაში არ მინდა თავის მოტყუება, თორე ლექსი პრობლემა არ მაქვს. პოლიტიკაში არ მოვიტყუოთ თავი. ნუ გვექნება ისეთი წარმოდგენა, თვითონ კაი ბიჭები და გოგოები ვართ და ესენი არიან ცუდები ყველანი და აი ნახეთ ჩვენ ყველაფერი კი გვინდა კარგად, მაგრამ იმათ არ უნდა და ამიტომ არ გამოდის. არაფერიც. აი ეხლა თქვენ აქ შეხართ, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, ეხლა მე რასაც ვაკეთებ, ამას ხო ვიწერ, ეს დარჩება ისტორიაში. თქვენ შესაძლებელია საქართველოს ისტორიაში დარჩეთ, მართლაც ითამაშოთ სერიოზული როლი, თუნდაც აი ამ კატალიზატორისა, თუნდაც აი ამ ბრიტისა, გამიგეთ, რომელიც შეკრავს მერე მოძრაობას გამრავლებს. შეიძლება ძალიან სასაცილოებად დავრჩეთ, იცით? აი ძალიან სასაცილოებად დავრჩეთ, დავდევთ YouTube-ზე, დავდებთ ამას ვიღაცა ნახავს ერთი 100 წლის მერე და რა უნდა და თან ქარაკუცეებს? გამიგეთ, 7 კაცი და 6 კაცი იყო შეკრებილი და ხო. აი ვნახოთ, ეს ჩვენი არჩევანია, მაგრამ უამისოდ არ იქნება, მიმიხვდით რა შეასრულა. ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი არ გვინდა და ამიტომ ვერან ვერ გაგვცინებს ნორმალური. არა, გაგვცინებს რა, უსუსურები არ უნდა დავრჩეთ, თორე გამცინო და ნუ გამცინებე რა მნიშვნელობაა? ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ უნდა გავიდეთ ფონს.
ჩვენ უნდა ვიყოთ სერიოზული ძალა, არა ხო, და არა საკუთარ თავზე შეყვარებული ხალხი, რომელსაც ჩვენი თავი მოგწონს მოძრაობაში. ეგრე არა, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ძალიან ბევრი საქართველოში ადამიანი არის, ვისაც უნდა რომ შემოგვიერთდეს და შემოგვიერთდება. უნდა ვაჩვენოთ, რომ სერიოზული ხალხი ვართ. კარგი, ბატონი გიორგი, აი ასე მიდის ნიცის ქუჩებში, გვათვალიერებინებს, თან ისვენებს, თან მოძრაობს, თან ებრძვის კორონას. ხო და მოდი მარებ სიტუაცია ვიცით, ერთად გააკეთოს ეს ყველაფერი. ბატონო გიორგი. გამარჯობათ კიდევ ერთხელ, მოგესალმებით ყველას. ცოტა უხერხულია ქუჩაში ვარ და ხმაურია, მაგრამ რაღაცას მაინც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. ესე იგი მე ეხლა რასაც უსმენდი, ერთი კამერა შევატრიალო ოდიში თქვენთან. ეხლა რასაც უსმენდი, ქალბატონი ლექსად, არა ლექსად იმას უსვავს ხას, რაც არის და რაზედაც გადაღამევლაპარაკობთ. თემურმაც იგივე თქვა, ეს ყველაფერი ვიცით, რომ ჯიბეები ამოგვიტრიალეს, ქვეყანა დაგვატოვებინეს, ეს ყველასთვის ცნობილია უკვე. ეხლა ჩვენ ვდგავართ იმ გზაზე, რომ როგორ შევცვალოთ. და გავაუმჯობესოთ სიტუაცია ქართველი ხალხისათვის, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის. ამისთვის ჩვენ არჩეული გვაქვს კონსტიტუციაში ცვლილების დაბრუნება, ის რაც იყო, რომ ხალხმა მიიღოს რეფერენდუმის უფლება. და ამ რეფერენდუმებით კანონების არასასურველი კანონების დაბლოკვა, არასასურველი დეპუტატების გამოყვანა პარლამენტიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის შესანიშნავი და ამისთვის ყველა ჩვენი ჯგუფის წევრი იბრძვის და ფიქრობს როგორ და რო იტყვიან ასე ვიჭყლეთ თავს, რომ მივაგნოთ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს აქნამდის. მაგრამ მე ახლა თემურმა და ამ 6-მა კაცმა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე, როგორაც არ უნდა ვქნათ. სასურველია, ხო, ამის წინ მე ვთქვი, რომ ჩემ დეპუტატს მე ეს პირობა წაუყენე, თქვენ ახართ ჩემი ოჯახის მამა თქვენი იყო ჩემი ოჯახის ახლობელი და ჩემი ოჯახი თქვენ მოგცემთ ხმას, მე მაქვს ორი პირობა, ერთი პირველი პირობა, რომ თქვენ პარლამენტში მიიტანოთ ეს ხმა, რომ საზოგადოებამ გაიგოს ესე იგი საზოგადოების მოთხოვნა მიიტანოთ პარლამენტში, რომ დაბრუნდეს რეფერენდუმის უფლება ხალხისთვის და ეს ახლა შევახსენე, მაგრამ წეხან თემურმა კიდე გაიმეორა და მეც იგივეს ვიმეორებ, ქალბატონი ესენი არ არსებობს რა. ეხლა პარლამენტში გამაგრებული ყელგასიებული და თავგასიებული მილიონრები რო დაждენ. ისინი ხო ჩვენით დაждენ. საქართველოში ეკონომიკა არ მუშაობს, ყველაფერი ჩამოქცეულია და კრედიტებს იღებენ და ერთმანეთის ნაცნობობით ამ კრედიტებს ჩვენ გვაწერენ კისერზე და თვითონ სახლებს იშენებენ და მდიდრდებიან. ჩვენ ახლა ჩვენ რო იმასთან მივალთ, არიქა შენი ჭირიმე გვიშველე რამე და ის კანონი გვაკლია თუ არა? ყველაფერი აწყობილი გვაქვს, დანარჩენი ოღონდ შენ არა, ის არ გააკეთებს ამას. მე ასე ვფიქრობ, ხო, ყველა თავისი აზრი აქვს და ილაპარაკებს მე შემდეგ. აბა რა ვქნა, ხო რაღაცა ხომ უნდა ვქნა. ამის წინათაც ვთქვით და ეხლა ვთქვით, რომ ვამბობ იგივეს, მე მაქვს ორი მიმართულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი მიმართულება და ძირითადი, რა თქმა უნდა, ორივე მიმართულება არის მშვიდობიანი, მაგრამ გარკვეულ საფეხურამდეა მშვიდობიანი, იმიტომ რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის ესე, რომ ჩვენ რაღაც ისე მოგვართვას ვინმე ან ვილაპარაკოთ და ვინმე დაგვიბრუნოს ჩვენი ძალაუფლება. იმ ძალაუფლებითაა ის როზის იქ და იარაღიც გააჩნია და მილიონების და ოდიში მამითხოვია და აღვირს რომ ამოდეს პირში იმას ერს ისი აქ აღვირი ამოდებული იმას საქართველოს. ესე ხო, ფაქტებს დავანებოთ თავი. ახლა ჩემი აზრი არის ამ შემთხვევაში, რომ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ყველამ, რაც შეგვიძლია, რომ ის რასაც ჩვენ ფიქრობთ, რომ ადამიანება თავისი უფლებები, თავისი სიტყვის უფლება, კანონთან დამოკიდებულებაში თანასწორობა, სამართლიანი სახელმწიფო შექმნა შესაძლებელია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კანონის შეცვლით და მარტო კანონის შეცვლით ეს არ მოხდება.
იმიტომ რომ კანონი რო შეიძლება თუ საზოგადოება არ იქნა მომზადილი ამისთვის კონსტიტუციაში რა მართალი გითხრა ახლა არც მე მიკითხია ბევრი ეს კონსტიტუცია და მით უმეტეს ხალხი რომელიც დღესდღეობით მუშაობს სულ არ ჩაჩერებია იმ კონსტიტუციას ის მიყვება ინსტინქტურად და რაღაცნაირად უფრო შედეგების მიხედვით მსჯელობს. ამიტომ ვფიქრობ რომ ჩვენი დიდი მუშაობა არის საჭირო საზოგადოებაში რომ საზოგადოებას გავაგებინოთ თუ ამ კანონს შევცვლით თუ ამისთვის ჩვენ ხმას ამოვიღებთ თუ ამისთვის ჩვენ ერთად დავდგებით თუ შენ არ დადგები ჩემ გვერდში და თუ შენ არ დადგები პეტრეს და პავლეს გვერდში აგერ არის ძმაო საქმე ეს არის კანონისა და მშვიდობიანი გზა და მოდი ეს არის შენი ეს არის ჩემი ეს არის ყველა რაღაცნაირად ეს ხალხამდე რომ მივიტანთ რომ თუ საზოგადოებამ ეს არ აიტაცა ჩვენი შეკრებები 6 კაციანი 10 კაციანი დეპუტატთან შეხვედრა ხელის დაქნევა წეკოცნა ჩახუტება ჩემი ძმა არა იმას აქვს თავისი გზა არჩეული აქვს ის და სანამ თავისუფალია საზოგადოება არ თხოვს იმას დედასტირობს იმ საზოგადოებას და თბილისის გარშემო რო დავარკვევ მოგი ისეთი სასახლეები არსად არა კაცო აგერ ევროპაში ცხოვრობ და არავის არ აქვს ისეთი სასახლე სანამ იმას არ მეეთხოვება საიდან აქვს ის რა ეკონომიკით რა გარჯით რა ჭკუაგონებით მანამდე ამიტომ კიდევ ერთხელ უბრუნდები იმ საკითხს რომ ჩვენს უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებაზე ერთი და საზოგადოებაზე რო ვიმუშაოთ ასე პატარ-პატარა შეკრებებით 1-2 ადამიანზე დალაპარაკებით რაღაცნაირად აი ჯგუფურად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ისე მათი ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ იგივე ტრიბუნა ახლა იმ პარლამენტში დეპუტატი არ დაძრავს ჩვენ სიტყვას თუ არა რა თქმა უნდა პარლამენტია ყველაზე დიდი ტრიბუნა თუ ვინმე იტყვის მაგრამ მის გარდა არსებობს პატარა ტელევიზიები არსებობს რაღაცები და სადღაც უნდა მოვახერხოთ ამ გზით ესე იგი მე ძირითადი აქცენტი ამ შემთხვევაში დღესაც და მუდმივად ამ ეტაპზე მაქვს გამახვილებული გზებზე თუ როგორ უნდა მივიდეთ სამართლებრივ სახალხო სახელმწიფომდე და ამას ჩვენ ვერ განვახორციელებთ ხალხის გარეშე ამიტომ ჩვენი დღეს ამოცა პირველი მერცხლებით ეხლა თემური გახსოვდა შეიძლება ისტორიაში დავრჩეთო ან არ დავრჩეთო რატო არ უნდა დავრჩეთო ახლა მე პრეტენზია არ მაქვს და ამბიცია არ მაქვს ინდა თუ არა ესე ჩემი სურათებით იაროს ვინმე მაგრამ იმის ამბიცია მაქვს დაბადებიდან რომ რასაც ხედავ უსამართლობის წინააღმდეგ ბავშვობიდანვე ვიბძვი იმ ფორმით რა ფორმითაც ვახერხებ და შემიძლია ამ ეტაპზე მე ავირჩიე ეს ფორმა ეს ჯგუფი ვისთან ერთადაც ვარ ამჯერად და უყურებ ახლა აქ ხალხს ჭკვიანი ხალხია განათლებული ხალხია და მარტო არა ვარ და დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ და პირველ რიგში გავაკეთებთ ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქუჩისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, თუ კი რამე გამოგვივა და გამოგვივა აუცილებლად ქვეყანას დააფასებს და დაფასება ჩვენი ის იქნება, რომ ჩვენ ოცნებებს და მიზნებს განვახორციელებთ და რაღაც მიახლოებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს შექმნაში მივიღებთ მონაწილეობას. ეს არის ჩემი მიზანი და ჩემი მამოძრავებელი. არანაირად მე არ მინდა ახლა ამ ქუჩებში რომ დავდივარ. ძალიან მიყვარს, ძალიან პატივისცემს საფრანგეთს. გამაზდევინა შვილები, მაგრამ მე არ მინდა აქ დავრჩე. აქ არ მინდა დღეს ჩემი შვილის დაბადების დღეა. მარიამის 26 წლის გახდა, დაიბადა ევროპაში. წარმოგიდგენიათ? შვილი სტუმრად არის ორჯერ სამჯერ საქართველოში ნამყოფი. და როგორ ეხლა არაფრით არ არის ეს საფრანგეთი, კი, განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ ხო უყურებ ძირს, ფევს, რაღაცას უყურებ და ჩვენ შეგვიძლიათ უკეთეს თუ არა მსგავსი მაინც შევქნათ, რაღაც მიახლოებული. და ამ ქმედებით ეხლა საქართველო რომ მიექანება, ალბათ საერთოდ არ მოხდება ეს. ამიტომ რო ესე არ გაგრძელდეს იმ ქმედებით და იმ მოქმედებით როგორც საქართველო მიექანება დღეს, მე მინდა რომ ჩვენ რაღაცნაირად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ შევცვალოთ ჩვენი საზოგადოებაში პირველ რიგში ხალხში. აი მენტალობა უნდა შეიცვალოს, დამოკიდებულება თავისი უფლების გამო. ეხლა დღეს პატარა ჩანაწერი გავაკეთე რა. კალაძემო სახკარი აჩუქაო გაჭირვებულ ბავშვებსო რა. მე იქ დავწერი, არ ვიცი ნახეთ თუ არა რომ ესე იგი ბატონყმობა მაგის ღმერთი რა იქნა. ესე იგი კალაძემ არც კანონი არსებობს, არც სახელმწიფო არსებობს. იმნაირი ღმერთო შენი სახელი ჭირიმე გამეხარდა რო აჩუქა რაზეა ლაბარაკი. მაგრამ იმნაირი რამდენი მშიერი დამშეულია. ესე იგი ბატონმა ხმას აჩუქა რომ რაღაცა ხალხმა თქვას რომ აი რაღაც კანონი არ მუშაობს, სახელმწიფო არ მუშაობს.
ბატონყმობის დონეზე ვართ, ბატონებო. კაპიტალისტურ დონეზედაც კი არა ვართ რა, ამას რო უყურებ, გიჟდები. როგორ არა, უნდა აჩუქონ, გააკეთონ, მაგრამ არ არსებობს კანონი, არ არსებობს სახელმწიფო და არ გამოვა ასე რა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ქართულ მენტალიტეტში, ქართულ აზროვნებაში ეს ბატონყმობის მენტალიტეტი და შევცვალოთ თავისუფლების სურვილი და ქართველი კაცი ბუნებით თავისუფალია, მაგრამ რა ვიცი რა ჯანდაბავში ასე ყველა ცალ-ცალკე ვარ თავისუფალი და ერთად ყველა მონა ვართ. აი ეს კითხვა მომდის თავში. ყველა ქართველს რო უყურებ, ქართველივით აწყვეტილი და თავისუფალი მე ევროპაში არ მინახია. არანაირი. ესე იგი ინდივიდუალურად გამოდის, რომ ყველა თავისუფალი ვარ და იმაში ჯამში ყველა მონა ვართ. ამნაირი როგორ შეიძლება იყოს? აქ დავამთავრებ ჩემ გამოსვლას, ჩემ პატარა იმას და ერთი და იგივეს წინაზედაც იგივე შინაარსის გამოსვლა მქონდა. დღესაც იგივე მე ასე ვთვლი, რომ ჩვენი ძირითადი სამუშაო არის საზოგადოებამ მიტანა იმის, რომ თავისუფლება ჯობია მონობას რა. გასაგებია, მადლობა. მადლობა ყურადღებისთვის. გეთახმები მე ამ მიმართულებაზე ჩვენ გვაქვს სერიოზული სამუშაო. ესე იგი, ზოგადად კი ვლაპარაკობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ხალხის რაოდენობას ვერ ვზრდით, იცით? რაშია საქმე, ჩემთვის ეს გაუგებარია. აი, ერთადერთი, ვინც მოახერხა გაემრავლებინა ხალხის წარმომადგენლობა, არის აქ ალბათონი თინიკო, რასაც უყურებ, ხო? იმიტომ რომ მაგერ ერთი ცხენოსანი რო არ გაქცეოდა, ხუთი ცხენოსნით იყო აქ ჩვენთან მოგზანებული ფრონტის ხაზზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ რაღაცა გზები გამოვნახოთ, რომ რა ვიცი, რაღაცნაირად უნდა დავაკონტაქტოთ ეს ხალხი ერთმანეთს. თუ თქვენ თვლით საჭიროდ, რომ ჩვენ დაუშვათ ისეთ ხალხთან, ვისაც არაფერი არ ესმის, ზოგადად ვერ გავაგებინეთ, მაგრამ დაინტერესებულია რომ და ნუ დაინტერესებულია მოკლედ იმით, რომ გაიგოს რასთან გვაქვს საქმე და როგორ გვაქვს საქმე და რა არის საკეთებელი და კარგი კაცია, პატრიოტი კაცია, ნორმალური ადამიანია, წესიერი კაცია, ხო? და უკან არ დაიხევ. ჩვენ შეიძლება ასეთი ადამიანებისათვის მოვაწყოთ სემინარები Zoom-ში, ონლაინში. ასეთი სემინარები ჩვენ გვქონდა, თუ გახსოვთ, ვიწერდით ვიდეო კამერაზე და ვდებდით მერე YouTube-ზე. ქალბატონ თინიკოს ეს სემინარები ნანახი აქვს 1 2 3 4 მგონი თუ 5 სემინარი იყო ესეთი, ჩვენ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ, თუმცა საჭირო მაინც და მაინც 5 და 10 ერთნაირი სემინარი არ არის. უბრალოდ ეს შეიძლება ერთხელ დაიდოს და აიხსნას, რასთან გვაქვს საქმე და მე უბრალოდ ჩვენს მეგობრებს ესენი უნდა ვუგზავნოთ. თვლით თუ არა, რომ დაუშვათ ეს გზა შესაძლებელია კარგიც იყოს. ხო? საქმე ის არის, რომ ჩვენ ახალის გამოგონებაც არ გვინდა, ვაჟა მალაღურაძის სემინარები გვიდევს. ხო, შეიძლება ეს სემინარები უბრალოდ ჩვენ საახლობლებში და საშინაურო ხალხში, შინაურ ხალხში გავავრცელოთ. გამიგეთ? ერთ-ერთი ახლა აბა მოვიძიოთ, ეს გზაც შეიძლება ესეთი იყოს, უბრალოდ მოვკიდოთ ხელი და გავავრცელოთ. რატო? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ მარტო სალაპარაკოთ ხო არ ვიკრიბებით, აგერ 1 საათია უკვე ვზივართ, ხო, 10 საათი გახდა 9-დან აქა ვართ, ხო, მარტო იმიტომ ხო არა ვართ, რომ ყოველ ჯერზე ვილაპარაკოთ, დავიშოვოთ. ჩვენ გვჭირდება რაღაც რაოდენობის ზრდა. ამიტომ ავიღოთ ეს სემინარები, გავავრცელოთ. თუ არ გვინდა სემინარები დაუშვათ რთული მოგვეჩვენა, მაშინ ჩვენ თვითონ დაველაპარაკოთ ადამიანებს. მეტიც შეიძლება. ჩვენ თვითონ შეიძლება პატარა კლიპები ჩავწეროთ და მოუწოდოთ ხალხს, რომ გაერთიანდნენ უშუალო დემოკრატიულ მოძრაობაში, ხო? მაგრამ გაერთიანდნენ არა სტრუქტურულად, არამედ შინაარსით. ჩაერთონ მოძრაობაში. გამიგეთ? გაიგონ, გაერთიანებასაც ნუ მოუწოდეთ, შეიძლება შეეშინდეს ხალხს. უბრალოდ მოუწოდეთ, რომ გაიგეთ რა გზას ადგას უშუალო დემოკრატიული მოძრაობა. შედით უშუალო კონტაქტში. ეხლა მე ყველანაირად ვცდილობ რა, რაღაცნაირად ჩავერთო, უფრო აქტიური ვიყო, ორშაბათობით მინდოდა იმაში შემოსულიყავი. Facebook-ზე შემოსულიყავი live-ში და live-ში მესაუბრა. ცოცხალი თავით ვერ გავაკეთე ის რაც მე მინდოდა. ნუ ვერ გავაკეთე. ჯერ ერთი live-ში რო შემოვიდე, იმით რა ქვია, ტელეფონით, არ ვიცი, ეხლა კაი ტელეფონი კი არ, კაი ინტერნეტიც მაქვს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მიწყვეტავს, გაიგეთ, წყდება და კავშირი არ მაქვს, ეს ერთი. მერე მეორე, არ შემიძლია ეს მონოლოგი მირჩენია ვიღაცასთან დიალოგში ვიყო. ძნელია ეს მონოლოგი, ჩამოდი ახლა და ხო, ძნელია, აბა რა არის? ხო, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვიყო დიალოგში. რაღაცა აი ეს დიალოგში ყოფნა, კარგია იმ გაგებით, რომ აი დაუშვათ Facebook-ზე რომ ქონოდა ასეთი დიალოგი, ხო?
რაღაც მოვიყვანე მეგობარი პატარა ახალგაზრდები პროგრამა დავალაგებინე, დავაწერინე ყველაფერი, ვერ ჩავთე, არ ვიცი, რაღაც არ ვიცი, ვსწავლობ, ვისწავლი გავაკეთებ, მაგრამ თქვენც რაღაცნაირად ეცადეთ, პატარა კლიპები, ჩანაწერები გააკეთეთ. არ შეიძლება ესე გაჩერება ჩემი აზრით, ასე ყურება. მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ არამუნებრივად ცხოვრობთ, იცით? არა ადამიანური ცხოვრებაა. გასაგებია, მოდი ბატონ თემურ ერთ რაღაცას ვიტყვი ეს ყველაფერი, კაი თქვენ რას თქვით? ბატონ გიორგიმ რაც ისაუბრა კიდევ ნიციდან, რა თქმა უნდა, ზუსტად ამბობს იმას, რასაც მე ვფიქრობ და ასე ვთქვათ, მართლა ის მონოლოგი, დიალოგი და ჩვენ რო დავждებით და ვართ აგერ 6-7 კაცი, მოდი რა უნდა ვქნათ, იცი? დავიწყოთ ახლა ჩემი აი მოდი ასე ვთქვათ, სტახანოური დამკვრელური შრომა ჩავატაროთ. მომავალ შეხვედრასთვის აი აქ ჩვენ ვივართ ჩვენ ახლა დიდი ხანია ვიცით ერთმანეთ რო ვართ უშუალო დემოკრატიის მონაწილეები. ისე ვიმუშაოთ, რომ თითო კაცი მოახერხოთ დამატებით შემოუყვანოთ Zoom-ში. ოღონ თუ არ იქნება გასალაშინებული, ასე ვთქვათ, ზედაპირულად მაინც იცოდეს, ასე რომ ვთქვათ, რასთანა და თვითონ იყოს, ასე ვთქვათ, მომხრე და თანახმა იმის, რაც ეს იდეაა რა, ანუ იდეა კი არა, აქსიომა რაც არის, რომ მასაც უნდადეს ეს ძალაუფლება და ასე ვთქვათ, პატარა რაღაც ერთი აგურის გადადების მომხრე იყოს, რომ აქ ну იქნება თავისთავად თუ შემოვა Zoom-ში და დაგვიждდება და უბრალოდ დაესწრება ამასაც. აი ასეთი მოდი დავიწყოთ უბრალოდ კეთება. ანუ 4 შაბათის 9 საათიან შეხვედრაზე, ხო? 4 შაბათის 9 საათიან შეხვედრაზე ერთი, აღონ უშუალო დემოკრატიული ჩვენ ვინც ვიცნობთ ახლა ვინც უშუალო დემოკრატიულ მოძრაობაში დიდი ხანი იმაზე არ ვიძახი. ხო. ისეთები, რომლებიც აი უბრალოდ არ არიან ამ წუთში და ვაფშე შეიძლება ქუჩაში დავიჭიროთ და მოვიყვანოთ. კი ბატონო. მე მაგალითად აი ის თქვენ რომ გოგონა ისი გამომიგზავნეთ ერთი ქუთაისელი გოგონა, მაგრამ ვერ შემოვდივარ, თუ არა შემოვიდოდა ახლა ის მაინც ასე ვთქვათ ახალია, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ ცოტა ძველიც არის. უკაცრავად მე პატარა ჩავერთვები. ბატარეა მიждდება, ქუჩაში ვარ და შეიძლება გამეთიშოს, სანამ სახლში მივალ. მე ახლა თქვენ რაც ისაუბრეთ და მე რაც თქვი, ყველა არსებობს ხო, როგორ არის ეს ვარიანტებიც არის, რომ თითო ადამიანი და რაღაც. არა, საზოგადოება და მათ შორის მეც და ყველა ზოგი მეტად არის განვითარებული, ზოგი ნაკლებად. ამიტომ საზოგადოების მენტალიტეტი ზედმეტნაკლებად ესია, რომ ჩაძახებ და იქიდან დაიძახებს, მე აქ არის და რაღაცა ესე ეკო. ეს ეკო და საზოგადოების ეკო თუ არ აგორდა თითო ორი კაცი და ჩვენ ნუ ვიძახით 6 კაცი ვართ, 8 კაცი ვართ, 10 კაცი ვართ. ჩვენ ყველგან უნდა ვიძახოთ, რომ დიდი ორგანიზაცია ვარ და სადმე რომ მივალ. მე ახლა სად მივალ და რო ჩამოვალ, რა თქმა უნდა, მივალ თქვენთან ერთად. დეპუტატთან იქნება თუ რამე იქნება, ხო იცი, ხალხი უყურებს, ნახი აგერ ახალხია და სადღაც თემური რომ მივალ, სადღაც ერთი მეორე რომ მივალ, არ გამოვას. ჯგუფურად თუ გინდა 5 კაცი, 10 კაცი იმ დეპუტატთან იქნება თუ რაღაცა იქნება, რომ ვარ ჩვენ და ვარ და ხალხში ყავს ჩვენი ხალხი, რომ ხალხმა არ იფიქროს ესენი ვინ არიან, 1-2 კაცი ამათ ვინ მოусმენს. ხალხი უყურებს ძალა საით არის, ძალა იმათკენ არის. აზრი ჩვენსკენ, ჩვენი აზრი არ აწყობთ, არ აქვთ იმედი და იმიტომ არ არიან ჩვენსკენ. ამიტომ ჩვენ რო ხალხის იმედი მოიპოვოთ, ამისთვის რაღაცა უნდა ვიმოქმედოთ. მარტო ერთი ადამიანის შემოყვანა ვიღაცა და არ გამოვა. რაღაცა მოვიფიქროთ მეთოდი, რომ ამ საზოგადოების იმედი და ყურადღება მივიქციოთ. იარაღი იმათ აქვს, ფული იმათ აქვს, ხალხი იმათ შეჩერებია, როდის ნამცეც გადმოუგდებს. ჩვენ სწორაზრს ვაძლევთ, ვაწოდებთ, კაიგი, მაგრამ ფიქრობს ის მეც ხო ვიცი, ამას გაკეთება უნდა არ გამოვა. აი რო გამოვა, ამაში რაღაცნაირად უნდა დავარწმუნოთ ეს და ყველაფერი ჩვენც გამოგვივა და იმ ხალხსაც. მე ახლა მეც ვეღარ ჩაგერთვებით, იმიტომ რომ უყურებ რომ ბატარეა ჯდება და რამდენხანსაც შევძლებ მოგისმენთ, მაგრამ ხო ბატონო გიორგი, რაზეა საუბარი, ლოგიკურია, რასაც ამბობთ. მე მაგალითად ვინმეს ახლა რო შევხედვა და მისაუბრია, როცა უკითხავთ და ქუჩაში ვარ, ყოველთვის ტელეფონი დავდივარ და აი უკითხავთ მაგალითად რამდენი ხართო და გამიხსნია Facebook-ი და იქ ჩვენი ჯგუფი როა უშუალო დემოკრატიული მოძრაობა, ანახე აი 721 კაცია სიაში გაწერილი მოვთხარი, ბევრი ვართ, მოვთხარი და უბრალოდ
დაქსაქსულები ვართ, ზოგი იქ არის, ზოგი იქ არის და ამ წუთში ასე და ასევე უნები, რა თქმა უნდა, აბა მარტო ვარ თქვა არ ვიძახი. მარტოც რო ვიყო, ვიტყვი რომ ბევრი ვარ თქვა, იმიტომ რომ ეს ხო აქსიომა რასაც ჩვენ ვამბობ და 2x2-4-ია. ანუ დემოკრატია ვიძახიან და დემოკრატია სხვანაირი არ არსებობს ბუნებაში და ზოგიერთ კი იძახის რაღაცა ვითომ ისო რაღაცნაირი ევროპული დემოკრატია რა არის ან წარმომადგენლობით დემოკრატია. დემოკრატია არის დემოკრატია და არის ერთი. არ არსებობს სხვანაირი დემოკრატია. ზოგიერთ გვიმტკიცებს მაგალითად, მაგრამ ხო ვიცით რომ სხვანაირი დემოკრატია არ არსებობს. ძალაუფლება არის ხელმწიფის ერთი. ხელმწიფე არის ხელმწიფე და ხელმწიფე თუ არ ცემს ბრძანებას და ბრძანების გაცემის უფლება არა, ის არ არის ხელმწიფე. ესე იგი არ არის არანაირი დემოკრატია, სხვანაირი. ესე იგი ის რომ ხალხი ხელმწიფეა, ხალხმა იცის, მაგრამ არ ჯერა. აი ვეძიოთ ეს გზები, რომ დავაჯეროთ და ყველაფერი გამოვა ჩვენთვისაც და მათთვისაც. აი ამაზე რა თქმა უნდა, ახლა მაგალითად თქვენი ირგვლივაც იქნება, ყველებისმიერი ირგვლივაც იქნება, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, კიო, გეთანხმებია, მასიაო, მაგრამ აო, რა გამოვა არ არის, როგორც თქვენ ამბობთ. აი ეგ არის, ხო არ ჯერა. ესე იგი, მოდი ეს მამუ სანამ დაუჯდება მე ბატონ გიორგის ხო ვილაპარაკე და მე შენი ლაპარაკი რამდენიც კიდე რო გაგვეთიშება მე ლაპარაკი რამდენიც. ანუ რასაც მამუკა ამბობს და რასაც ბატონი გიორგი ამბობს, ეხლა ეს ორი ნათქვამი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. საქმე ისე რომ რა თქმა უნდა ჩვენ საზოგადოება დაგჭირდება გარკვეული დროის შემდგომ, მაგრამ ვინ არის ის, ვისაც ეს საზოგადოება დასჭირდება? 5 კაციანი და 6 კაციანი და 7 კაციანი ჯგუფი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება მართოს. დღეს საქართველოში რომ იმას ხსნა, რა ქვია, საზოგადოებას შესთავაზო, ძალაუფლება გინდა, გეტყვის, მინდა, რა თქმა უნდა, ბევრი გეტყვის, 60% მაინც გეტყვის. შენ მხარეს არის, მხარდამჭერია. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ხალხი ხო უნდა რაღაცნაირად, რაღაც თქვიანმა ხალხმა შექმნას, ხო უნდა მართოს, თუნდაც მიიტანოს ინფორმაცია. ამისათვის გვჭირდება საორგანიზაციო ბირთვი. აი ამ ბირთვზე ლაპარაკობს ახლა მამუკა, მე რამდენადაც მივხვდი, იმიტომ რომ ის ადამიანი ახლა ერთს რომ მოიყვან, 10-ჯერ ერთს რომ მოიყვან, 10 იქნება, მაგრამ შესაძლებელია ერთი აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც საქმეში დაგიდგება. დანარჩენები დაგიდგებიან ისე რა, გეტყვია რომ დეიყვიროს ხომ და დევიყვირებ მეცო, ხო გახსოვს ის რომ არის. ხო, ანდა დამიძახეო ბატონო და მიტინგზე გამოყვებიო. გამიგე? წავა და დაგელოდები. და ჩვენ გვჭირდება აქტიური ადამიანები. რატო გვჭირდება ეს აქტიური ადამიანები? იმიტომ კი არა რომ დაუძახოთ არიქა ვიხულოთ ეხლა და რაღაცა. ჩვენ უნდა ვიყოთ მოვლენების მიმართ ადეკვატურები. ჩვენს გარეშე ამ ცხოვრებაში რაღაც მოვლენები ხდება და ჩვენ ადეკვატური პასუხის გაცემა უნდა შეგვეძლოს. აი ამისათვის გვჭირდება საორგანიზაციო ჯგუფი, ამაშია საქმე. ამიტომ ეს ჯგუფი უნდა შევქმნათ. და ზუსტად ეხლა გავიდა კიდეც გიორგი დაუძდა ტელეფონი. გიორგისაც და მიშასაც დაუძდა ტელეფონი. ეს უნდა გამოასწოროთ, მეგობრებო, ტელეფონი არ უნდა დაგიჯდეთ შუა იმაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ხო, თქვენ ვერ ახართ ჩაასხით მანქანაში იმდენი ბენზინი, რომ გეყოთ ხაშურამდე და ამ დროს მიდიხართ ბათუმამდე. არ არის ეგრე. ხო? უნდა იცოდეთ, როგორ უნდა იმასქნათ. ტელეფონი უნდა დატემოთ. ხო? ამიტომაც მამუკას ეს წინადადება ჩემთვის არის აბსოლუტურად მისაღები. მოვიყვანოთ ერთ კაცს. ხო? თუ ორ კაცს მოვიყვანთ, ხო? ორი მოვიყვანოთ, პრობლემა არ არის. როგორი იქნება ჩვენი ურთიერთობების ფორმატი? ისიც ასეთი როგორიც არის. მოусმინოთ ერთმანეთს, მოусმინოთ იმას, ავხსნათ რასთან გვაქვს პრობლემა, რასთან გვაქვს საქმე. მე თქვენ გეტყვით, რომ ის გზები თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ჩვენი ძალაუფლება, არის ძალიან მარტივი. უძალიან მარტივესი. უბრალოდ დროის მოცემულ მომენტში, მოცემული მოვლენის მიმართ იყავი ადეკვატური და უპასუხე სწორად, მორჩა. დღეს ძალაუფლების განხორციელება ჩვენ ქართულ ხალხს შეგვეძლებოდა ძალიან მარტივად და კონკრეტულად. დაამთავრდა ეს არჩევნები, ატეხა ამ სრულ ოპოზიციამ, სრულ ხელისუფლების მიმართ განგაში და არიქა civilკივილი, ქმნის ცირკს ელისაშვილი და ძმანი მათნი კიდე მსგავსები, ხო? და ამ დროს ადეკვატურად რომ გამოვიდეს და სწორი პოზიცია დააფიქსიროს, ხალხი არა ვართ, გესმით რაშია საქმე. ჩვენ რომ აი ეხლა ვიყოთ მზად იმისაც, რომ ადეკვატური პასუხი გავცეთ, ჩვენ ელემენტარულად მართლაც შევიკრიბებოდით, ესენი საერთოდ ვერ წამოყოფდნენ თავს ვერავინ. მართლაც შევიკრიბებოდით თელ საქართველოში და ვიტყოდით, რა ხდება მანდა? რაო? გამიგეთ, არჩევნები გაყავდა, არ მოიცადეთ რა ჩვენ გადავწყვეტთ. გამიგეთ, დამთავრდებოდა, ვერ გაყავდებოდა, ვერც გვაკადრებდნენ. იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ, ამას იმიტომ კადრულობენ. გესმით? ამას ამ ჩემი სიტყვების სიმართლეს იცით რა ადასტურებს? ჩემი სიტყვების სიმართლეს ადასტურებს ის, რომ პრეზიდენტიც კი, რო არაფერი თქვა სხვა პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც უბრალოდ გარბიან შეხვედრებისაგან და არ უნდა დაგველაპარაკონ, არ გვხვდება.
გესმით? არ გამოდის, გვემალება, რეჟიმი იმალება, გესმით? იმიტომ რომ სწორი პასუხისა რეჟიმ შეშინია. დღეს თუ გუშინ დავდებ იმაზე რა ქვია. Facebook-ზე დავდე ესეთი ლინკი. როგორ ფიქრობთ, ლუსტრაციის კანონს რატო არ იღებენ? ლუსტრაციის კანონი ეს იმიტომ კი არ გჭირდება, რომ დამნაშავეებს გამოვეკიდოთ და ყველა ფეხებით ჩამოვკიდოთ მართლა. ეს იმიტომ გჭირდება, რომ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ღიად. და ამიერიდან KGB დაემორჩილება არა ერთ ვიღაცა სტრუქტურას, არამედ სახელმწიფოს, ხალხს რა. იმიტომ რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური ყველა შემთხვევაში საჭიროა, დაზვერვა და კონტრდაზვერვა ყველა ქვეყანას აქვს. მაგრამ ლუსტრაციის კანონი საერთოდ არ არის საჭირო იმათთვის, ვინც დემოკრატიებში ცხოვრობს. რატო? ილუსტრირებულია ყველაფერი. იქ ხალხის ინტერესებში მუშაობენ და აქ ამ რა ქვია იმას კომუნისტური დიქტატურის დროს KGB ჭირდებოდათ იმისათვის, რომ კომუნისტებს თავიანთი ძალაუფლება განეხორციელებინათ. და ამიტომაც ყველაფერი მიდიოდა კომუნისტების მოწინააღმდეგე ვინც იყო, ყველაფერს ანადგურებდნენ. ამიტომ არის რომ ლუსტრაციის კანონი გჭირდება, რომ თქვათ, რომ აღარ ცხოვრობთ კომუნისტების რეჟიმით. გამიგეთ? ანუ ჩვენ რომ დღეს ის საზოგადოება ვიყოთ, ვინც არ ვემორჩილებით ამ მენტალობას, ლუსტრაციის კანონი თავისთავად მოვიდოდა. მაგრამ არც ერთს ვინც ხელისუფლებაში მოვიდა, ეს აზრად არ მოსვლია. რატო? იმიტომ, რომ ძალიან ადვილი სამართავია ამ ინფორმაციებით, რომელიც არის, აი ამ სისტემით, რომელიც არის გამეფებული. ადვილად მართავენ ხალხს. კიდე ერთს ვიტყვი და მე თქვენ გააგრძელეთ. თქვენ იცით, რომ ჰიტლერმა საბჭოთა კავშირის ტერიტორიები რო დაიპყრო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რო შემოვიდა, რომ ნახა, ხალხი გახარებული იყო, მოვაო ბევრი. მოვაო ჰიტლერი ახლა და ამ საზიზღარ კოლმეურნეობებს დაშლისო და დაიწყებაო ნორმალური ცხოვრება. არაფერიც ჰიტლერმა კოლმეურნეობები დატოვა. გესმით? სტაროსტა დაუნიშნა და კოლმეურნეობები დატოვა. რატო თუ იცით? აგერ იყო მოსავალი გროვდებოდა ცალსაკი არ უნდა შეგროვება. აგერ იყო იოლი მისახედი იყო. იოლი მისახედი იყო. ყველა გლეხი მონასავით უნდა გაგერეკა სამუშაოზე და მოსავალი მოქონდათ აგერ საწყობში. დამთავრდა. ზუსტად იგივე საკეთებს ყველა. მოვიდნენ მონურ მდგომარეობაში არის ხალხი მოქცეული, დატოვეს ამ მონურ მდგომარეობაში ყველა სისტემა, ყველა ინსტიტუცია დაუტოვეს და გმართავენ. ეხლა რისი ჩვენ არ ვიქცევით ადეკვატურად და ამის ბრალია ყველაფერი. მიმიხვდით, როცა კი ადეკვატურად მოვიქცევით, ყველაფერი შეიცვლება. ამიტომაც უნდა გავიზარდოთ. მორჩა, მამუკა, ჩემო კარგო, თუ გაქვს კიდევ დასამატებელი რა? ხო, ნუ ახლა ისეთი არაფერი, ნუ ამ იდეაზე ვარ ახლა მეც, რომ მომავალი შეხვედრისთვის, ასე ვთქვათ, პრაქტიკულ ნაბიჯი იყოს ეს, რომ ერთი პიროვნება მინიმუმ შემოვიყვანო Zoom-ში, ასე ვთქვათ, კარგად გასალაშინებული ან ნახევრად გასალაშინებული, უბრალოდ რომ იყოს უკვე აზრზე რა ხდება. და ვიცი ახლა ნორმალური ადამიანი ახლა ცოტა რა არის იცი აი აქ ვინც შემოვა ესე იგი ის უკვე აქტიურ პიროვნებად წარმოჩინდება იმიტომ რომ უკვე თანახმა ასე ვთქვათ საზოგადოებრივ მას ჩაერთოს რა ასე ვთქვათ პოლემიკაში ხო თორე ისეთ თანხმობით ბევრი აქვს თანახმა მაგრამ აქ შეიძლება არ შემოვიდეს ასე ვთქვათ და ჩვენ გვერდში ასე ვთქვათ იგივე მიტინგი ახლა ჩათვალეთ აგერ ინტერნეტ მიტინგი გვაქვს მოწყობილი ჩვენ მოკლედ არ ვარ შეკრებილი ერთ წელს სადღაც სხვადასხვა წელს ვიყავთ იგივე მიტინგი თუ არიანტია და მოდი ასე ვქნათ რა ვიცი თუ დამეთანხმებით მე ასე ვიზავ ერთ პიროვნებას რა თქმა უნდა დროზეცაა დამოკიდებული ახლა უცებ ადამიანის შეიძლება იმ დროს არ ეცალოს ან რამე რაღაცა ან ინტერნეტი ან რაღაცა ახლა ის თავის სახლიდან უნდა შემოდის რაღაც ჩემს სახლში შემოვიყვან იმასაც და შემდეგ. აი ეს იყო სულ რაც მინდოდა ახლა მე თქვა ამ ეტაპისთვის დღეს მდგომარეობით აი ამაზე ვფიქრობდი რა შეიძლება რომ პრაქტიკულ ნაბიჯი გადაგვედგა. მადლობთ ყურადღებისთვის. მე ორივე ხელით მხარს ვუჭერ ბატონ მამუკას ეს რაშია საქმე იცით ეს იმას კი არ ნიშნავს რომ თუ შემთხვევით კი არა თუ ვერ შემოვიყვანეთ ვიღაცა ყურებზე ხალხს დაგვაჭრის დაგვრჩის. არა უბრალოდ ჩვენ რაღაცა მიზანი დავისახეთ მოდი ერთ კაცს კიდე შემოვიყვან ხო შო ვინც არ უნდა იყოს და იყოს ის ვინც მონაწილეა უშუალოდ ვინც აზრზე არის ვინც ჩვენთან არის ისედაც იყოს ის თავარია გავზარდოთ რაოდენობა გამოვა არ გამოვა გამოცდილებას ხო შევიძენთ კი ბატონო ხო იტყვის იმას რომ დაუშვათ კი ბატონო შემოდივარო და ვერ შემოვა ის მაინც გვეცოდინება რომ Zoom-ში შემოსვლა უნდა ისწავლოს აი ეხლა ქალბატონი ნანული ყურშუბაშვილი წვალობს იქითაცაა რაკეთაცაა და ვერ შემოდის ვასწავლოთ იმ ქალბატონს როგორ უნდა შემოვიდეს ძალიან ძლიერი პიროვნებაა
გამიგეთ? ანუ ეს ტექნიკური საკითხი გადავწყვიტოთ, კიდე სხვა საკითხი გადავწყვიტოთ, კიდე სხვა საკითხი გადავწყვიტოთ. მამუკა, მადლობა. შენ წინადადება ჩემთვის მიღებულია, მე პირადად ჩემი მხრიდან შენთან ერთად ვიღებ მსგავს ვალდებულებას და ჩაგაბარებ ანგარის. ძალიან კარგი. ეხლა ბოდიში უნდა მოგიხადოთ წყილი დაჭიანჭვერა მაქვს, მოსაყოლი და წავალი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს საქმე. ხო, თან კარგად უნდა მოყვე გამოთქმე. მე ვეთანხმები ბატონ მამუკას წინადადებას და კარგად ზადებოდით, ბოდის გიხდით. კარგი. შემდეგ ხვალ გავიგებ კიდე დანარჩენს. აბა. так, ნათი. შენ რას გვეტყვი შენი მხრიდან? ნათი არის მის მიკროფონი უნდა ჩართო. საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ. მოხარული ვარ თქვენს გოდში ყოფნით. ჩემთვის დიდი პატივია. რაც მოვისმინე საკმაოდ კარგი მოსაზრებები იყო და ვეთანხმები სრულად. რაც გვაკლია არის საზოგადოებასთან ურთიერთობა. და ადაპტირებული საუბარი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პრობლემა აღმოფხვრათ. ოჯახის წევრებიდან დაწყებული უახლოესი სამეგობროდან მოყოლებული უნდა შევძლოთ მათში თვითცნობიერების ოდნავ ამაღლება. იმიტომ რომ არის საკითხები, რაც ჩვენზე უკეთესიან და ჩვენზე უკეთესოვიან, არის საკითხები, რომელშიც ჩვენი დახმარება ჭირდებათ. თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი უფლებების მოთხოვნის შესაბამისად ვიციან, მაგრამ არა აქვს იმის უნარი, რომ მოითხოვონ. ამიტომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ ამ კუთხით, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ მოვითხოვოთ ჩვენი კუთვნილი ძალაუფლება. აქ არა საუბარი ვიღაცას რაღაცა წავართოთ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენს კუთვნილ ძალაუფლებას და შევზღუდო მმართველობას. არ არის რაღაცა ან მოგონილი, ან რაღაც ზღაპარი. ეს არის რეალობა, რომელიც მოიტანა ცხოვრება. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, პოზიციას, ოპოზიციას, ისინი იყენებენ ქართველი არის ეგრეთ წოდებულ დაჩლონგების სქემას, რა. იმიტომ რომ ჩვენ წაგვართვეს ისტორია, წაგვართვეს მომავალი, წაგვართვეს ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ ვიაზროვნოთ. პირველ კლასიდან რომ გერმანულს და ინგლისურის სწავლას დაიწყებს და ქართული არ ეცოდინება ბავშვს, იქ უკვე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვჭირდება ეროვნული თვითღირებულების ამაღლება თითოეულ ჩვენთაგანში. ჩვენ ვკარგავთ ეროვნულ იდენტიფიკაციას და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა დღესდღეობით. რუსეთი არის და უნდა რომ მისნაირი გავგხვადოს, ამერიკა და უნდა მისნაირი გავგხვადოს, ევროპას უნდა მისნაირი ვყავდეთ და ჩვენი იდენტობა, ქართული გენი რაც გვაქვს, ის მებრძოლისული, ის მებრძოლი ხასიათი ცდილობენ რომ მეორე პლანზე გადაანაწილონ, ან საერთოდ გაგვინადგურონ. ამიტომ ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, იმ ისტორიის საფუძველზე, რაც საქართველომ გამოიარა თავისი არსებობის დღიდან დღემდე. ყოველთვის იყო და არის გადაჩენის ინსტინქტში, რომ ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გამოგვივიდეს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ქართული სიმტკიცე, ქართული სიძლიერე და დავიბრუნოთ ჩვენი კუთვნილი ძალაუფლება და ამ ყველაფრისთვის რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა საჭირო ერთმანეთთან, გაცივდა ურთიერთობა, გაცივდა მისვლა-მოსვლა ნაკლებად არის და მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში მეტნაკლებად ხდება ადამიანთა კონტაქტი. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იყო ტელეფონობა, იყო უშუქობა, მაგრამ ყველამ ვიცოდით ვინ იყო, სად იყო, როგორ იყო, რა უჭირდა, რა ულხინდა. დღეს ყველა ცდილობს, რომ ბედნიერი სახე მიიკეროს და თავისი რეალური ტკივილი დამალოს. ბედნიერი სურათის მიღმა.
იმიტომ რომ ცდილობს ყველა თავის ტკივილს გაექცეს და ემალოს. ჩვენ ვალდებულები ვართ ერთმანეთის ტკივილიც ავიტანოთ და გავიტანოთ. ეს ერთობით საკეთებელი საქმეა და არა კონკრეტული პიროვნებების. ყველა იქ სადაც ერთობით გასაკეთებელია, ყოველთვის ერთმანეთთან კომუნიკაცია გვჭირდება და ერთმანეთის სხვა დაჭერა და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ესეთობა აუცილებლად შედგება ისე როგორც ბუნებრივი კანონზომიერება მოითხოვს, ასე რომ ვთქვათ. პირველ რიგში კი სიყვარული უნდა განვამტკიცოთ საკუთარ თავში, მოყვას ის სიყვარული და წამს რომ ყველაფერს შევძლებთ ერთობით. ეხლა ჩემი ხმა ისმის, ხო? ეხლა შენ ყველაფერი კარგად ილაპარაკე, ეხლა ისმით ხარი რა შეგიძლია გააკეთო შენ. თუნდაც მომავალი 23 რიცხვისათვის ერთი კვირის მერე. რაც შემიძლია გავაკეთო, რომ შემოვიყვანო მინიმუმ 1 ადამიანი. თუნდაც ერთი ადამიანი. 2 გიორგაძე ხართ უკვე, ხო? ჩათვალე რომ 3 გიორგაძე მოგებული ომია უკვე, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის უნდა ვეცადოთ რომ ეს გავაკეთოთ, ოკეი? აი ეს ძალიან კონკრეტულად. სიყვარული დაგვიბრუნდება გზადაგზა, როცა ერთმანეთს აი არ მივცემთ წაქცევის შესაძლებლობას, მხარში შეუდგებით, საკუთარ გასაჭირს არ მოვახვევთ თავზე სხვის გასაჭირს ვითვირთებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ოკეი? აი ეს იქნება დამოკიდებულება. ამიტომაც ძალიან ბევრი ხო, ძალიან ბევრი კონკრეტული ვერ გავიგინათ. ანუ ჩვენი ერთობა უნდა დავამტკიცოთ საქმით და არა საუბრით. მოქმედება საუბრების ნაცვლად. ხო, რა თქმა უნდა. და აი ამ მოქმედების პროცესში ჩვენ ჩამოყალიბდებით უკვე ქმედით სტრუქტურას. სხვანაირად არაფერი არ არსებობს, სხვანაირად არაფერი არ ხდება ხოლმე. გზადაგზა დავიხვეწებით და ყველაფერი იქნება თავის ადგილზე. ქალბატონო თენიკო, თქვენი ჯერი იყოს და მე ბოლოს იყოს მამუკა. ხმა უნდა ჩართოთ, ხმა უნდა ჩართოთ. აჰა, ესე იგი თქვენ ხმა არა გაქვთ, ხო? გაიქნიეთ ხელი მივხვდე, არა გაქვთ. ხელი გაიქნიეთ თუ არა გაქვთ ხმა. ხო, არა გაქვთ, გასაგებია. ბატონო მამუკა, გისმენთ ჩემო კარგო. გამოვერთეთ ჩემი მიკროფონი. გამარჯობა. სხვათა შორის თავადიშვილის გამოსვლას მივესალმები, მომწონს, ჩვენ ალბათ გავზდით მასას, თითო კაცი ეს ნაკლები ალბათ ყველა ოთხშაბათისთვის რომ დავიმატოთ. და იქ ალბათაც ისაუბრა, ეს ყველაფერი ნამდვილად გასაკეთებია, მთავარი არის ერთი მეორისადმი სიყვარული ჩავაქსოვოთ, ერთი მეორისადმი ნდობა მოვიპოვოთ, თორემ ხალხში ვსაუბრო, ბევრთან მაქვს შეხება, ბევრთან შეხვედრა, სხვათა შორის ამ თემაზე, ბევრთანაც მიმოწერა, მაგრამ უყურებ ნდობა არა ხალხში, ნდობა. იცი კარგი იქნება, რომ მაგალითად შემოვიყვანოთ. მე მქონდა დღეს საუბარი, დღეს ძალიან მინდოდა ღმერთით იქითა ოთხშაბათისთვის მეყოლება. დავიმატებ, რომ არ აქვს ხალხს ნდობა. ეს როგორც რომ ოპოზიცია, ხალხის ტყუილი, ასე გონიათ, რომ საარჩევნოდ 10-15 მანეთს ალბათ ბოდიშთა წაუგდებენ და მე ყველაფერი სრულდება. რომ სხვათა შორის მეც გავუცრუდი ძალიან, მაგრამ მე ბევრი რამისა უკვე მჯერა აქ. ხედავ რომ იყო ახლა ნაციონალებიდან რაული თავარდკილაძე აგრარულ მინისტრთა საბჭოში აგრარულ რაღაც თავმჯდომარე იყო. ძმობა გქონდა, ოჯახში სტუმრობა გქონდა, არ ვიცი წასვლა-მოსვლა და აი არჩევნები რო ჩავატარეთ, მე უცებ ყველაფერი დაიშალა. და ვიღედა ერთ-ორჯერ მქონდა შეხება რაღაც გადარეკვა და რომ ტელეფონზე არ მიპასუხა, ეგრევე ნომერი ამოვშალე, გავაკრე, მეთქი არ იყოს. ხალხში ნდობა არ გვაქვს. ვეცადოთ სხვათა შორის ძალიან კარგი აზრი არის, საღი აზრი არის და ღმერთი ჩვენ მაგით უფრო გავფართოვდებით. თითო კაცი, სულ ნაკლები თითო კაცი დავიმატოთ,
ეს აზრი უფრო მეტად გამოვიტანთ, ვიდრე არ ვიცი, ჩვენ ვისაუბრებთ ერთმანეთში, მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, ძალიან დაკავებული ვარ, მე ძალიან მომერიდა მე ამისთვის, კიდევ მოგიბოდიშებთ, ცოტა გვიან შემოვედი, რომ იმდენთან ტელეფონზე მქონდა შეხება, ხან რა ვიცი და ძალიან დაკავებული, მაგრამ ნახეთ, რომ ყველას აუგზალე, არ ვიცი რა უთხარი, რომ 1 საათი მაინც დაეთმენ ჩემთვის თავისუფალი დრო. ღმერთით ამას გავაკეთებთ. მე მაქვს იმედი, მქონდა კიდო ბევრთან გადარეკვა და რაღაცა და ალბათ დავიმატებთ 4 შაბათისთვის და დანარჩენი არ ვიცი აქ ხედავთ რაც რო არის გასაკეთები ამას კი ხედავთ და მე ზოგჯერ კომენტარებსაც ვაგდებ ევრად დროც არ მაქვს მე დღეს უნდა გამეკეთებინა მე მოვიძიე საქართველოს დროშა ეს ძველი რაც რო არის დაკარგილია ტერიტორიები და მარტო მხოლოდ მითითება რომელიც რო რუსეთისკენა და დანარჩენს ხელი ეფარება რომ აქეთ ალბათ კარგი ფული მე მაგი უნდა ამეტვირთა და უნდა გამეცნობიერება ბევრმა მართლა არის საქართველოს დროშა ახალი თაობა წინა ქალბატონის არ იყოს პირველ კლასთან ინგლისურს და ამერიკულს გერმანულს ასწავლი ბავშვს იმას ჯერ ქართული უნდა შეასწავლო ძალიან სწორად თქვა ქალბატონმა სხვათა შორის ასეც არ არის ის ისტორია არის სწავლება რომ ხალხმა იცოდეს ყვანიდელი დღე და თუ რა იყო მისი ან ვისთან კონდეს დობა დღეს უკვე ჩვენი ახალგაზრდობა იმ მტერთან უფრო მეგობრობს ვიდრე თავის სისხლთან და ხორცთან даже რომ შევხედოთ გვარით ქართული გვარით მატება არ გვაქვს საქართველოში ოღლი და სხვა გვარი უფრო მეტი არის და ალბათ ყურადღებაც მეტია ვიდრე ამას და ამას რო გვერდში დგომაჭირდება და აუცილებლად რო ხელი უნდა გადაფარება ამ საქართველოს რო არ ვიცი ღმერთით აი ყველაფერს მივიყვანთ ბოლომდე მაქვს იმედი თქვენიც ყველა თქვენთაგან რო სხვათა შორის ქალბატონ თინათინთან რო პირველად ქონდა საუბარი იმ დღიდან ჩაიბეჭდა თავში ჩემში რო ხედა უკვე ძალიან სამართლიანი ძალიან სწორი გზა აქვს და არ ვიცი მე ამ გზიდან გადამსვლელი არ ვარ და ღმერთით ამ გზას უფრო მეტად გავაფართოვებ უბრალოდ ძალიან გვბოჭავს ჩვენ შეგვბოჭა და დროს არ გვაძლევს აი კორონა ალბათ კარგი საქმეს საერთოდ ძნელად გადის და ბოლოსიო იტყვიან და იყოს ძნელად გევიდეს თავარი ჩვენ სამართალი ვნახოთ და ჩვენი გევიტანოთ ხვალინდელი დღის იმედი ნამდვილად რო გვაქვს არ ვიცი ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება მადლობა კარგი ბატონო მამუკა მადლობა მე ჩემი მხრიდან დავამატებ ამას რომ ნამდვილად კარგი გამოგვივიდა ახლა ჩვენ რაღაც კონსტრუქციული რაღაცა ვთქვით რომ ერთი კაცი მოვიყვანოთ კიდევ დამატებით თავისთავად ცხადია პრობლემები გვექნება სწორია აბსოლუტურად ის ფაქტი რომ ადამიანებს ნდობა არ აქვს ახლა სად მიყავარ 1000 აქვს მოსმენილი ამას გვირდებიან იმას გვირდებიან და ყველას ესეთი დამოკიდებულება აქვს ახლა ვისთან უნდა მიმიყვანო ხო მაგრამ არის ხო ახლა შანსი გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის შეიძლება ერთს უთხრა უნდა ნახოთ რა ვიცი შეიძლება ერთს უთხრა რომ წამოდი რაღაც საინტერესოს ვისმენ და ძალიან მაგარია და უშუალოდ სწორი გზა მიმაჩნია და ეს არის და მოდი შენც მოისმინე შეიძლება მეორე შემთხვევაში მეორესთან მიხვიდე და ესე უთხრა რომ ჯობა ერთი გამომყევი ხო არ მატყუებენ შენი აზრი მაინტერესებს ერთი რა ხდება როგორ ხდება რაღაც საინტერესო ჯგუფია მივდივარ და არ ვიცი რას ლაპარაკობენ და მოდი აბა დამხმარეთ გამომყევი ახლა არ ვიცი ზოგზე ეს მოქმედებს ზოგზე ის მოქმედებს გამიგეთ მაგრამ ის რომ ჩვენ სხვა გზა არა გვაქვს რომ რაღაცნაირად უნდა გავერთიანდეთ ქართველი ხალხი პოლიტიკური პარტიები კი არა ისინი გაერთიანებულები არიან ყველა შეთანხმებულია რომ ჩვენ არ გვითხრან რომ ჩვენ ხალხი ვართ ისინი შეთანხმებულები არიან პირიქით გვიყენებენ როგორც უნდა ცაცა უნდათ გადაგვაждდებიან ხან წინ დაგვარბენინებენ ხან უკან დაგვარბენინებენ და აი ასეთ ვიდარებაში ვყავართ ჩვენ ქართველი ხალხი გაერთიანებულები ვართ და გვშლიან ამიტომაც აი ეს სწორი პოზიცია უნდა შევარჩიოთ და ძნელია თავისთავად ცხადია მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვცადოთ ბატონო მამუკა მადლობა და ჩემს მეგობარს მოვუსმინოთ ბატონ ზურაბს მოგესალმებით ზურა მაცადე ცოტა ხანს მეგობრები ხართ ყველანი არ იფიქროთ მაგრამ მე და ზურა ბავშვობიდან მოვდივართ ერთად და იმითო ვთქვი მოგესალმებით ჩემო კარგო მეგობრებო ამხანაგებო თანამემამულენო ეხლა ძალიან ადვილი საქმე არ არის რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმიტომ რომ საერთოდ
სწორი გადაწყვეტილებები ერთია, მაგრამ მისი ორგანიზება, მისი ბოლომდე საქმის მიყვანა ეს არ არის ადვილი. ეს არის ძალიან რთული. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საზოგადოება დაშლილია, ძალაუფლება სულ ვიღაცის ხელშია და საზოგადოება არის განზე დარჩენილი და იყენებენ ამ საზოგადოებას. ეხლა წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაში ვინც არის, იმათია ყველაფერი. იმის და ნებისმიერი ადამიანი დღეს ვინც ცდილობს არჩევნებით მოვიდეს ხელისუფლებაში, ის ცდილობს, რომ ძალაუფლებას დაეუფლოს. ეს არა ნებისმიერზეა საუბარი, აი სისტემაა ესეთი. ვინც არ უნდა მოვიდეს, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეგვირდება დღეს, რომ მე მოვალ იქ ხელისუფლებაში და ყველაფერს გაგიკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, ტყუილია, სანამ ეს სისტემა არსებობს. იქ მოხვედრილი ადამიანი იძულებულია მოიქცეს ისე, როგორც ის სისტემა მოითხოვს. თუ არა და ეგრევე მოისვრის. აი ეს არის. ახლა როგორ უნდა შევცვალოთ ეს სისტემა? ის ხელისუფლება ამას არასდროს არ შეცვლის, იმიტომ რომ მას ესე აწყობს. ეს მისთვის მოვიდა იქ, რომ ძალაუფლებას დაეუფლოს და გამოიყენოს თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. იმიტომ ნებისმიერს რო შეეკითხოთ, თითქოს და წესიერ ადამიანს, ხო, ისიც მოსული იქ იგივეს გააკეთებს, რასაც ესენი აკეთებენ. ამიტომ სწორი თქვა თემურიმ, რომ მე ხელისუფლებას არ ვაგინებ, კრიტიკა შეიძლება ყველა ერთმანეთით შეიძლება გავაკრიტიკოთ, მაგრამ არ ვაგინებ, იმიტომ რომ ეს ისეთი მოცემულობა, სადაც ნებისმიერი ხელისუფლება ისე მოიქცევა, როგორც იქცევა. უბრალოდ შეიძლება ზოგი უფრო ლიბერალი იყოს და უფრო ზოგი კიდე იყოს უფრო, თქვათ, ავტორიტარული და უფრო დიქტატორული, მეტი ნაკლები, მაგრამ დემოკრატია, რასაც ჩვენ საუბრობთ, არასდროს არ იქნება იმ ხელისუფლების ხელში. და სხვათა შორის, როდესაც შევარდნაძემ ეს კონსტიტუცია შეცვალა, პრაქტიკულად მაშინ იყო ის დიქტატურაც ყველაფერი, მაგრამ მან უკვე დააკანონა ეს, რომ მომავალშიც ასე გაგრძელებულიყო და ხალხს არ შეძლებოდა ეს შეეცვალა. დღეს მაგალითად ჩვენ რომ დავიწყოთ, აი მაგალითად რაღაცა ორგანიზებულად რეფერენდუმის მოწყობა, ხო? იქ კანონში გვიწერია კონსტიტუციაში, რომ რეფერენდუმის მოწყობა არ შეიძლება კანონის მისაღებად და გასაუქმებლად. გვიწერია, ესე იგი შენ არასწორად იქცე, ვერ მიხვალ იმ პოზიციამდე. იმიტომ რომ კანონში სხვანაირად გიწევს, ეს კანონის საწინააღმდეგოდ უნდა წახვიდე. მაგრამ კანონის საწინააღმდეგოდ რო წახვიდე, მაშინ იმოდენად ძალა უნდა შეგწევდეს, რომ ის კანონი ან შეაცვლივინა, ან შეცვალო. ახლა მარტო თემურიმ და რო იძახოს, ახლა მე კანონი შემიცვალეთ და არ მინდაო, არავინ არ შეგიცვლის. ან 100-მა კაცმა რომ იძახოს, არ შეცვლის. 1000-მა რომ მაინც არ შეცვლის. უბრალოდ ისეთი ძალა უნდა შეიქმნას, რომელმაც უნდა აიძულოს, ან თვითონ შეცვალოს, რომ მოვიდეს იქ მოვიდეს და შეცვალოს. აი ამის გაკეთება გვინდა, მაგრამ თუ ხალხი არ გაერთიანდა, ამაზრზე არ იქნება, გაერთიანებაზე არ მომი, იმიტომ რომ ეგერ ბიძინას ირგვლივაც გაერთიანდა ხალხი, მაგრამ რა მივიღეთ? პრინციპში. იმ ხალხს რო ქონებოდა გონებაში ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, ანუ შინაგანად რო ცოდნებოდათ, რომ ხალხისა ძალაუფლება და ხალხმა ამის გულისთვის და ამის გამო დაეჭირათ ბიძინასთვის მხარი, რომ თვითონ ძალაუფლებას აიღებდნენ, მაშინ სხვა იქნებოდა, მაგრამ ეს ხალხო სხვანაირად ფიქრობდა, მოვიყვანთ ბიძინას და ბიძინა მოგცემს ყველაფერს, რომ ახლა როდის იყო რომ შენ ვიღაც ბატონი მოყავს და ის ბატონმა შენ მოგცეს ყველაფერი და ყველა ძალაუფლება შენ ხელში გადავიდეს. ეს არ შევარდნაძის დროს იქნებოდა, არც ბიძინას, არც მიშას დროს და ნებისმიერი ახლა სხვა რომ იყოს, იგივეს გააკეთებს. როგორ გავაკეთოთ ახლა ესე დგას ჩვენთან საკითხი, ხო? როგორ მოიქცეთ? ვიცით რომ ძალაუფლება ჩვენ გვეკუთვნის, მაგრამ არა გვაქვს, ხო? ვერ ფლობთ. სანამ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, ხალხი ეს არასდროს არ იქნება. რაც არ უნდა იყვირო. ეხლა თვითონ ხელისუფლებამაც ამწუთას, რომ შეცვალოს ის კანონი, ჩვენ როგორც ავართ, ასე იმ ძალაუფლებას ვერ განვახორციელებთ. და 5 კაცი ვართ, 10 კაცი და გინ კანონი შეგიცვლია და ჩაგიწერია, გინ არ ჩაგიწერია. ამიტომ ჩვენთვის მთავარი ამწუთას იმ კანონის ჩაწერა კი არ არის. უბრალოდ თუ ვაიძულებთ იმ კანონის ჩაწერას, თუ ვაიძულებთ, ანუ თუ მივალთ ის ძალა გვექნება, რომ ეს გავაკეთებინოთ, მაშინ ამისთვის ეს კარგია და მისაღებია.
მაგრამ უბრალოდ ეხლა ადგეს იქ და პარლამენტმა მიიღოს ჩვენს გარეშე ის კანონი, იგივეს გააგრძელებს, რასაც აკეთებდნენ და შენ იქნები იგივე რაც ხარ. მაშინ რა ვქნათ, როგორ მივიდეთ თითეული ადამიანის გულამდე და უთხრათ, იცი რა, შენ რო გაჩვენებული ხარ და ეს რო გეკუთვნის, რატო არ ამბობ? ახლა ეგ ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ მივდივართ იმ 3 მილიონ ადამიანამდე და ვერ ვესაუბრებით. ეგ არის ჩვენი უბედურება, თორემ 3 მილიონიდან დარწმუნებული ვარ, რომ 10,000 კაცი მაინც გვეყოლებოდა მომხრე. ვარიანტი არ არსებობს. მაგრამ ეს 10,000 კაცი ჩვენ რო ეხლა ერთად ვიყოთ, რომელიც ამ უშუალო დემოკრატიაზეა საუბარი. ახლა არის წარმოვიდგინოთ, არის უშუალო დემოკრატია, ცნება ესეთი და არის უშუალო დემოკრატიული მოძრაობა. ერთი არის ორგანიზაცია, მეორე არის უბრალოდ საზოგადოება. ანუ საზოგადოების ცნობიერება უნდა იყოს უშუალო დემოკრატიული, ხოლო ორგანიზაციამ უნდა შეასრულოს ის, რომ ეს საზოგადოება მომზადოს ამ აზროვნებამდე მიიყვანოს. აი ეგ არის განსხვავება. უბრალოდ ეშლება ხალხს, რომ გონიათ, რომ ახლა უშუალო დემოკრატია ეს ორგანიზაცია არ არის ორგანიზაცია. ორგანიზაცია არის უშუალო დემოკრატიული მოძრაობა. აი ეს არის, რომელიც ბირთვს ქმნის, რომელიც იმუშავებს, რომელმაც უნდა ხალხი მოიყვანოს აზრზე. ჩავთვალოთ ეხლა დავუშვათ, აზრზე არ არის ვიღაცა სოფელში ცხოვრობს და აზროვნებს ჩვენსავით. ის უკვე ჩვენია. უბრალოდ არ ვიცით, რომ ჩვენია, თორემ ის ჩვენია. ამიტომ ჩვენთვის მთავარია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელმაც არ იცის ეს და აუხსნათ და გავაგებინოთ და გავხადოთ ჩვენი. აი ასე, მაგრამ ყველა კი არ იქნება აქტიური, იმიტომ რომ ყველას არ შეუძლია ეს, არ შეუძლია ფიზიკურად, არ შეუძლია მატერიალურად, არ შეუძლია მორალურად, ან არა აქვს მას საშუალება კომპიუტერი კონდეს ან ტელეფონი კონდეს ან რაღაცა, მაგრამ 10-დან ერთმა ხო შეიძლება შეძლოს ეს. ეგ არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ამ ხალხს გავაგებინოთ, ჩავთოთ. ეხლა Zoom-ში მართლა ძნელია 100 კაცი ჩართო, ვარიანტი არ არის, ვერ გავისაუბრებით ეხლა Zoom-ში 100 კაცს, მაგრამ ყოველ საუბრების დროს ახალი რო შემოვიდეს დაუშვათ, რომელიც ჩვენთვის ცნობილი არ არის, არ ვიცნობთ, ან ისეთი ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია და არ იცის, ვეღარ ცნობს ჩვენ რას ვაკეთებთ, ეს კარგი იქნება. აი თუ მოვიყვანთ ისეთ ვიღაცას და უთხრათ, რომ მაგალითად, აი დღეს ესეთი ჩვენ გვექნება საუბრები და მოდი მოусმინე. აი უფრო კარგია, თორემ ეხლა მე და თემური შეიძლება ვისაუბრებთ, ყოველთვის საუბრობთ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისთვის აგიტაციის გაწევა არც არის საჭირო. ეხლა ვისაუბრებთ, რამდენი უნდა ჩვენ ისედაც ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში შედეგი არ იქნება, უბრალოდ ჩვენთვის იქნება შედეგი, რომ ჩვენ ერთმანეთს აუხსნით და რაღაც ახალს გავიგებთ, მაგრამ აი საზოგადოება, რაღაც საზოგადოებისთვის ეს უშედეგო იქნება, ყოველთვის ჩვენ ვისაუბროთ მარტო. თავარია საზოგადოებას გავაგებინოთ. ეხლა აქ იყო საუბარი კიდე რაზე, აი მაგალითად, როგორი ინდივიდები ვართო, თითეული ადამიანი ჩვენ თავისუფლები ვართ, მაგრამ ერთიანობაში მონები ვართ. ეს ჩვენი მოცემულობა ქართველი ხალხის. ეს დიდი ხანია ესეთები ვართ ჩვენ, რომ ჩვენ ვართ ინდივიდები. ჩვენთვის კოლექტივი, ორგანიზაცია ეს არის სიმართლე გითხრა, რაღაცა მიუღებელი. ინდივიდუალისტები, ხო, ინდივიდუალისტები ვართ. ამიტომ არის, რომ ჩვენ ვერ გავხდით ისეთი დიდი ქვეყანა, როგორც დავუშვათ რუსეთია, ჩინეთია, რაღაცა. იმათ აქვთ ეს კოლექტიური აზროვნება. სათითაოდ ისინი დიდ არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ კოლექტიურად ძალიან დიდი ძალაა. აი რუსეთის იმპერია ასე შეიქმნა. მათ გააერთიანეს ყველა გერმანელი იქნება, ქართველი იქნება, სომეხი თუ რაღაც ყველა ერი გააერთიანეს მაგათმა. მათ იმპერიის შექმნაში ყველაზე დიდი როლი ჩვენ მიგვიწვის, ქართველებს, ებრაელებს და თავად რუსებს, დანარჩენი სხვა წარმომადგენლებს. ახლა ჩვენ რახან ინდივიდები ვართ და არ შეგვიძლია ცოტა იმ მეორე მიმართულებით, ორგანიზაციის მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. აი ჩვენ ვერ ვიტანთ რატომღაც თუ დააკვირდებით თითეული პარტიის ხელმძღვანელი ვინც არის, ხო? პარტიასაც ის წარმოადგენს. ის ინდივიდია ყველაფერი. ის ინდივიდი წავა და პარტია არ არსებობს. რა ბიზნეს გარეშე არ არსებობს ეს მოძრაობა კოცები,
მიშას გარეშე არ არსებობს ოცნება, მოქალაქეთა მოდის არ იყო შევარდნაძის გარდა, ზვიადის გარეშე არ იყო, ასე ვართ ჩვენ და ეს გვიშლის ხელს. ჩვენ პიროვნებას წევთ ყოველთვის, წემს იბჭირდება, ვიღაცას მე დავაბრალოთ უნდა ჩვენი პრობლემები. აი მე ინდივიდი რო ვარ და პრობლემა რო მაქვს, აი იმის ბრალია, ჩემი კი არა, მე მაგარი ვარ, მაგრამ აი ეს მიშლის ხელს. დღეს საქართველოსაც იგივე პრობლემა აქვს, თლიანობაში რო ავიღოთ. მე სულ მაგას გავიძახი. რუსეთს ვაბრალეთ ჩვენ გაჭირვებას, ამერიკას ვაბრალეთ ჩვენ გაჭირვებას, თურქეთ კი არა, შიგნით ქონდა ჩვენ ომი ერთმანეთს ვეომებით და გვაქვს ომი. შიგნით არა ვართ გაძლიერებული. დასავლეთი აღმოსავლეთს, ქართლი კახეთს, დავითმა თავები დააგლიძა და დაჭრა ყველას სანამ გაერთიანებდა და სანამ ქვეყანას უმეფებდა, ხო? ვერ გააკეთა სხვანაირად. აი, როგორ უნდა მოვძებნოთ ის საშუალება, რომ ჩვენ ერთად გავხდეთ მარტო ინდივიდები კი არა, ინდივიდებისგან შექმნილი მთლიანი გუნდი. აი ეს უნდა ვიყოთ. ჩვენ ყოველთვის სამწუხაროდ შეცდომა მოგზაი, როგორც არის ერთი ესეთი ზღაპარივით დრაკონს რომ მოკლავს, ახალ შევა გამოქვაბვის დრაკონს რომ მოკლავს, თვითონ დრაკონი ხდება მე და იგივეა. აი ჩვენ ეს გჭირს. ანუ მე რომ ქმნი დავშვათ, თქვათ ორგანიზაცია, პარტია უნდა შევქმნა. აუცილებლად მე უნდა ვიყო. თავი მე უნდა ვიყო, ბოლო მე უნდა ვიყო ყველაფერი. და აი ეს დიქტატორული, ავტორიტარული ჩვენ გვახასიათებს. იმიტომ იყო სტალინი ისეთი დიდი იქ იმ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის იმპერია მზად იყო აი ამ დიქტატორისთვის. სტალინის ბრალი კი არ იყო, სტალინი ძალიან ჭკვიანი პიროვნება იყო, მაგრამ სხვანაირად იმ იმპერიას ვერ უხელმძღვანელებდი. ესეთი იყო მოცემულობა. საქართველოს უნდა შეიცვალოს, აი ჩვენ საზოგადოების აზროვნება უნდა, მაგრამ ეხლა როგორ შევცვალოთ მე და თემური და თქვენ, როგორ შევცვალოთ მთელი ამ ქვეყნის აზროვნება. აი ამას შეცვლის ეს კოლექტიური გონი, რომელსაც ჩვენ შევქმნით. აი ჩვენ შევქმნით აი ამ გონს, ამ ინსტიტუტს, რომელი ინსტიტუტიც მერე ამ საზოგადოებას მთლიანობაში მოიყვანს. იმ აზრზე, რომ ეს ქვეყანა შენია, შენ გეკუთვნის და შენ უნდა მოუარო. დღეს რატო არ უნდა ქართველს რომ ამ ქვეყანას მოუაროს? იმიტომ რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. უდიდესი პასუხისმგებლობაა დემოკრატია. აი ნამდვილი დემოკრატია, იმიტომ რომ შენ თავისუფალი პიროვნება ხარ და შენ ამ შემთხვევაში ისე უნდა მოიქცე, რომ მისაღები იყოს შენთვისაც და ქვეყნის და საზოგადოებისთვის. დღეს არის ცალმხრივი კავშირი. ცალმხრივად ხელისუფლება მოდის თავისთვის აკეთებს უკან არაფერი. საზოგადოებას არაფერი. საზოგადოება არის ხვარი ამ შემთხვევაში, რომლისგან უნდა მიიღოს სარგებელი, აი ასე თulis ხელისუფლება. ასე იყო ადრეც. მეფის დროს მეფე იყო ყველაფერი და ბატონები იყვნენ და ხალხი არ იყო, ხალხად არ ითვლებოდა. ფეოდალის დროს ფეოდალი იყო და ხალხი არაფრად არ ითვლებოდა. ეს მოვიდა ის დრო, რომ ხალხი უნდა ითვლებოდა, ხალხია უკვე, всё, მორჩა, იმიტომ რომ საზოგადოება უკვე მიხვდა ამას. დღეს ქვეცნობიერად მაინც მიხვდა. ახლა ჩვენ ველაპარაკებით 1000 კილომეტრი დაშორებით ერთმანეთს ტელეფონებით და კომპიუტერებით. სად იყო ადრე მაგისტანა? რა კოსმოსში მიფრინავს ადამიანი? როგორ შეიძლება ადამიანი კოსმოსში მიფრინავდეს? ასევე ვესაუბრებოდეთ ერთმანეთს, ყველა ინფორმაციას ფლობდეთ და ჩვენ არ ვიყოთ, თქვათ, ადამიანები და ცხვრის დონეზე თვლიდეს ვიღაცა დავშვათ ყობახიძე, რომელიც მოვიდა გუშინდელი ბღარტი და იქიდან ჩვენ გვამუნათებს. ამ დროს ცხოვრება არ უნახია. აი როგორ შეიძლება მე შევადარო იმ გლეხს, რომელიც სოფელში ყველაფერს აკეთებს. დაწყებული იქ მე ოჯახზე მარტო არ ამაქვს, ვენახს რო ულის ადამიანი. და ის ბოლომდე რომ ღვინოს რომ გააკეთებს იმ მაღალი დონისა, მსოფლიო დონისა, იმ გლეხს როგორ შევადარო ის ყობახიც, რომ ცხოვრებაში არაფერი არ უნახია, მარტო დროს ტარების მეტ და რა ვიცი, აბა რა გითხრათ, ის რაც საზღვარგარეთ მამამისმა რომ გაუშვა, ფული რო ქონდა, მამამისიც იმ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, თუ გახსოვთ ყობახიც. ასე რომ ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ ამისათვის, მაგრამ რა შეგვიძლია, ეგ უკვე სხვა ამბავია. რა შეგვიძლია? აი ბარ თემური მკითხვა, რა შეგვიძლია თითეული ადამიანი როგორღაც გავაერთიანოთ ჩვენთან, მოიყვანოთ აზრზე და მერე თანდათანობით გავიზარდოთ, მაგრამ ესეც არ ყოფნის სიმართლე რო გითხრა.
მარტო ესეც არ ყოფნის. ჩვენ თვითონ უნდა ვესაუბროთ თითოეულ ადამიანს. ქუჩაში რო ხარ, ავტობუსში რო ხარ, სახლში რო ხარ და აუხსნა უნდა ის რა არის ეს უშუალო დემოკრატია. აზრზე არ არის, რას მეუბნებ დემოკრატია კი არა, აი დემოკრატიამ დაგღუპაო. დღეს ესე გეუბნება ადამიანი. აზრზე არ არის რა არის დემოკრატია და გეუბნება დემოკრატიამ დაგღუპაო. იმას უნდა აუხსნა. შემოკარგო, შენ დემოკრატია საერთოდ გინახია, განგიცდია, იცი, საერთოდ თავისუფლება იცი რა არის, არ ვიცით, ხო? საქართველოში თავისუფალი ქვეყანა არასდროს ხო ვიცით, რომ საქართველო არ ყოფილა თავისუფალი ქვეყანა. მთელი ისტორიების მანძილზე შეიძლება სულ იყოს 10-15 წელი იყო თავისუფალი. დანარჩენი იყო სულ ან ომებში, ან თურქეთის, ან ბიზანტიის, ან რუსეთის, ან ირანის ქვეშემტომად იყო. ჩვენ თავისუფლება არ ვიცით რა არის, ხო ეგრეა? ანუ ჩვენ დღეს თავისუფლება შეიძლება ჩვენ თავში იბადება მარტო, დაიბადა თავში და გვინდა ის თავისუფლება, რაც ჩვენ თავში დაიბადა, განვახორციელოთ მატერიაში, მატერიალურად. ეგ არის ჩვენი მიზანი და ეს უნდა აუხსნათ ადამიანებს. აი ამისთვის თუ ჩვენ ვიმუშავებთ, რა ვიცი, ესე უნდა იყოს და ისე ორგანიზაციული თავისთავად ცხადია, ეს ორგანიზაციამ უნდა გააკეთოს. ერთი ადამიანი ამას ვერ გააკეთებს, თორემ ილია ჭავჭავაძე იყო ეგერ, მაგრამ ვერ გააკეთა, ხო ჩვენზე უფრო დიდი იყო ის გაცილებით და ესმოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. იმიტომ საზოგადოება არ იყო მაშინ სხვათა შორის 100 წლის წინათ და 200 წლის წინათ საზოგადოება გაუნათლებელი იყო, თლა ესე არ წერა-კითხვა არ იცოდა, როგორ უნდა გაეგებინებინა მარტო ილია ჭავჭავაძეს. მის ნაწარმოებებს კითხულობდა ის, ვინც წერა-კითხვა იცოდა, ხო? დღეს კიდე ყველა მიცის წერა-კითხვა. დღეს ყველას აქვს ტელეფონი დაუშვა და იქიდან შეუძლია SMS-ებიც დაწეროს და ვიღაცას რაღაცა მიწეროს ამის მაგივრად, რაღაცა საქმიანი რომ უთხრას, თამაში მიდის, მეტი არაფერი, ხო? ამ დროს ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ ქვეყანა იღუპება. იღუპება შეიძლება არ ჩანდეს ისე. ახლა ადამიანი უყურებ რა იღუპება, ეგერ ის აშენდა, ეს აშენდა, ეს გაკეთდა, ეს. რა გაკეთდა, როდესაც 30 წლის განმავლობაში 5 მილიონი ადამიანიდან გახვდით 3 მილიონი, ეს არის რამის ეს რა ქვია, წინ წასვლა? წინ წავიდნენ მხოლოდ ის, ვინც ჩაიგდო ხელში ძალაუფლებას. всё, დამთავრდა, მეტი არავინ არ ასულა წინ. ეხლა კიდე რა მინდოდა მე თქვა. ნუ ეხლა მოცემული დროის მომენტისათვის თემური თქვა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმ მომენტისათვის, როდესაც ხელსაყრელი პირობები იქნება, ხო? აი მაგალითად არჩევნები როდესაც იყო, მაშინ რომ ყოფილიყავით მზად, საზოგადოება ჩვენ სულ სხვა მოცემულობას დავდებდით, ხო? მაგრამ რისთვისაც ვიყავით მზად, აი ესეთი მოცემულობა დაიდო ამ არჩევნებზე. ეგრე არ არის ახლა პრინციპში. ჩვენ რო 80% საზოგადოებისა ვიყოთ ერთად, ვერც ბიძინა და ვერც მიშა ვერაფერს ვერ უბრალოდ ჩვენ უკარნახებდით იმათ, რაც უნდა გააკეთოს. მიშა მაგალითად კაი შემსრულებელია. ვეტყოდით ეს გააკეთებდა, როცა 80% საზოგადოებისა არის ერთად. განა არ გააკეთებდა. ბიძინაც იგივეს გააკეთებდა. ვისმიერი მთავარი, რომელიც მოვა ხელისუფლების სათავეში, როდესაც ხალხის ძალაუფლებას გრძნობს, გააკეთებს იმას, რომ დარჩეს იმ ადგილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი მას მოისურვის. ცხადია ახლა რა არის, ჩვენ რომ ახლა ვიყოთ ერთად, რას გავაკეთებდით, ხო? მაგას და დემოკრატიას და რა არის დემოკრატია, ხო? ვიცით. ანუ კონსტიტუციაში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი შესაძლებელი რამ, ხო ეგრეა? ანუ ჩვენ უნდა კანონი შევცვალოთ, იქ ბევრი კანონები არის, გამოწვევის კანონიც პარლამენტში, ვინც არის პარლამენტარი, ჩვენ თუ ავირჩიეთ, იმის უფლებაც უნდა გქონდეს, რომ გამოიწვიოთ. თუ პარლამენტარი არ იქცევა ისე და თავის დანაპირებს არ აკეთებს, ადამიანს საშუალო ხალხს უფლება აქვს, რომ გამოიწვიოს. ან საერთოდ უნდებლობა გამოუცხადოს პარლამენტს. დღეს ეს არ მუშაობს, არა. ჩვენ ხალხს ამის უფლება არ აქვს. კიდე არის აქ ბევრი საკითხები არის,
მაგრამ ერთის რა ქვია ხელის მოსპით ამაზე ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებ. თავარი არის რომ ეს შეხვედრები იყოს როგორც ყოველთვის. ეს არ უნდა იყოს ერთხელ შევხვდით ერთმანეთს დავილაპარაკეთ და დამთავრდა პრინციპში. თუ შემდეგ შეხვედრაზე კიდე ახალი ვინმე იქნება შემოგვეცდება და მოგვისმენს, კარგი იქნება. იტყვის თავის სიტყვას, ის უფრო იტყვის, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ გვესმის ერთმანეთს რასაც ვეუბნებით, ყველას გვესმის. ეხლა მე რასაც ვამბობ, თქვენს გესმით ეს და თქვენ რასაც იტყვით მეც, მაგრამ თუ იქნება ვიღაცა ახალი ადამიანი, ის ან კითხვას დაგვისვამს, ან რაღაცას იტყვის სხვას. აი ესეც მთავარია და აუცილებელი და საჭირო არის ჩვენთვის. ო ეგ მინდოდა მე თქვა, სხვა რა უნდა ვთქვა. მადლობა ზური. ესე იგი, პრინციპში ცოტა გაგვირბის თემიდან, ყველას გაგვირბის საუბარი, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, ნელა-ნელა დავიხვეწებით და მივალთ და დაждდება ისე როგორც საჭიროა. ეთყობა ჩვენ ეს გვჭირდება, უნდა შიგნიდან ამოვიღოთ ის რაც გვჭირდება სათქმელი, მაგრამ მინდა გითხრათ რა მოხდება უახლოეს მომავალში, მას მერე რაც ჩვენ რაოდენობრივად ცოტა-ცოტა გავიზრდებით. იცით რა მოხდება? ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან ბუნებრივი პროცესი. ჩვენ მათ დავუთმობთ დროს და ეს შეგვექმნას პრობლემა. იმისი პრობლემა რომ ბევრი ხალხი იქნება და იქ იქნება ერთი ნაწილი რომელმაც ყველაფერი იცის, მეორე ნაწილი რომელმაც ჯერ არაფერი არ იცის, გამიგეთ? ჩვენ ამის მერე რაც უფრო მეტი პრობლემები გვექნება და რაც უფრო მეტ პრობლემებს გადავჭრით, ამის მერე ჩამოგვიყალიბდება ახალი რეალობა. ანუ ჩვენ გამოვყოფთ რა, ხედულობაში რა მაქვს. ეხლა უყურეთ, მოვიყვანოთ თითო კაციო. უკვე გამოდის თითო კაციო, ორი კაცი, სამ-სამი კაცი, ბმები ხდება. ვიღაცა ვიღაცაზე პასუხისმგებელია. ქსოვა იწყება, გესმით? საზოგადოებრივი ქსოვილის ქსოვა იწყება. ვიღაცა დაიკავებს უფრო მნიშვნელოვან საკვანძო ადგილს, ვიღაცა დაიკავებს ნაკლებად მნიშვნელოვან საკვანძო ადგილს. ეხლა თინიკო რომ მოიყვანს თავის პიროვნებას, ის თინიკო თვითონ იქნება პასუხისმგებელი, რომ მადამ დროს ეს პიროვნება უნდა მოვიდეს. შენც ასევე ყავს, მაგალითად, მე უკვე ვიცი, ვისი მოყვანა შეგიძლია შენ. ასევე ვიცი, ვისი მოყვანა შეუძლია მამუკას. არ გაგიკვირდეთ ეხლა, სოკრატე თორდია ძალიან დაინტერესებულია ეს შენია და შენ უნდა მოიყვანო. მამუკა ავთანდილ დიასამიძე თუ შემოვა, ძალიან კარგი იქნება. ბატონი რაჟდენი შემოსასვლელია, თავისთავად ცხადია, ხო? ეგერ ჩემს ზესტაფონელ ძმას, ზესტაფონში კიდევ ყავს თავისი მეგობრები, ვინც უნდა შემოვიდეს. ჩვენ მათთან როგორ ვიმუშაოთ დღის წესრიგში დადგება სხვა საკითხი. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ერთი საფეხურით მაღლა ავალთ. ჩვენ უკვე დავიწყებთ იმ რეალობის განხილვას, რომელი რეალობაც სხვანაირ პასუხს მოითხოვს. სწორად დასვა მამუკამ საკითხი. მე ძალიან გამიხარდა და მინდა გითხრათ, ბედნიერი ვარ. ყველაზე მარტივი, ყველაზე პირველი ნაბიჯი იყო ეს. გავიდეთ და ვუთხრათ ახლობელს, შინაურს, შემოდი და ავუხსნათ, ვასწავლოთ როგორ უნდა შემოვიდეს Zoom-ში. Всё, ეხლა მწერენ მეგობრები იქ ჩვენთან კომანდა ხო არის, კომანდა Zoom, ესე რო აწერია ჩატში. იქიდან მწერენ ვერ შემოვდივარ და რა ვქნათ? ისწავლეთ. გამიგეთ? ისწავლეთ. რატო? იმიტომ რომ თუ გინდა რაღაცა შეცვალო შენს გარეთ, შენ თვითონ რაღაცათი უნდა შეიცვალო თვითონ. თუ ის არ გინდა ისწავლო Zoom-ში როგორ შეხვიდე, როგორ გინდა 21 გაგანია საუკუნეში შენ თმის არ იყოს წეღან, ხალხი მარსზე მიფრინავს და შენ Zoom-ში შესვლა არ იცი და გინდა რაღაცა გააკეთო. უნდა შეიცვალო. გამიგეთ? ისწავლეთ. მიაღწიეთ ცოტა სრულყოფილებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი წადგით, ცოტათი მაინც და ეს იქნება უკეთესი გარემოება ჩვენს ცხოვრებაში, უკეთესი წარმატების უკეთესი ხარისხი. აი ამის თქმა მინდოდა. მაშასე შევთანხმდეთ, ხო? მომავალ ოთხშაბათს 23 რიცხვი უწევს 23 დეკემბერს ხვდებით ერთმანეთს 21 საათზე, ისევ ровнат 21 საათზე ზუსტად და შემოვუძღვეთ ხალხს. ქალბატონო თინიკო, ძალიან ბევრი ხალხი ყავთ, ვინც გელოდებათ და ხალხს უთხრათ, არ მოხდეს ისე, როგორც დღეს მოხდა. ესე იგი, სამ კაცს გაეთიშა ტელეფონი. გამიგეთ? სამ კაცს გაეთიშა ტელეფონი. ტელეფონები დატენონ, ჯუბა ბექთარი აისხან, აღალი თუ რა ქვია იმას, ალაფი თუ რა ქვია იმას, თან რომი აქვს, აღალი. წამოიღონ ბრძოლაში რომ ეყოთ ბოლომდე და ბოლომდე საათნახევარი მოგვიწია. ცოტა მეტი 2 საათია დაახლოებით რაც საუბრობთ, ვისწავლით რომ ძალიან მოკლე დროში ჩავედოთ ხოლმე ამის მერე, გიხუტებთ კეფერებით ყველას, რა გაქვთ სათქმელი დამატებით, მზად ვარ მოგისმინოთ.
არა სათქმელი ისა გვაქვს რომ კარგად ვიყოთ. კარგად ვიყოთ, გაუძლოთ ამ ცხოვრებას, ჯამრთელად ვიყოთ და მაგრად ვიყოთ. და მოვიგოთ ჩვენი ხვალინდელი დღე. ყველაფერი ძალიან წყნარად, ლეგიტიმურად, ჭკვიანურად ყველაფერი ჩალაგდება თავის ადგილზე და ჩვენ მოვიგებთ ყოველგვარი კანონების დარღვევის გარეშე. რა კანონი უნდა დავარღვიოთ ჩვენია და ხო? მორჩა, კარგით, მაშინ კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ეს ჩვენი დღევანდელი საუბარი მინდა რომ დავდოთ YouTube-ზე. თქვენ რა სიტყვით? რა ვიცი, ოკეი. რა ვიცი, დავდოთ, რა ვიცი, შედეგი ვნახოთ, კაი. ხო, უნდა დავდოთ, იმიტომ რომ ეს იყო კონსტრუქციული, ერთადერთი კონსტრუქციული საუბარი საზოგადოების შიგნით 30 წლის განმავლობაში. არა, კარგია, უბრალოდ ვინ მოусმენს თორე, ვინ ნახავს, ვინ მოусმენს. ჩვენები, ისევ ჩვენები. კარგი, მორჩა, წარმატებებს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ.